მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. დღეს მე ნაწილობრივ შევეხები შევარდნაძის ოჯახს, მის კლანს და მათ საქმიანობას საქართველოში. შევარდნაძის კლანის ანატომია. შევარდნაძის ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმეები ბრჭყალებში. ოჯახი პაატა შევარდნაძეს რჩება. ასე ჩამოვედით და ისევ იმ 1995 წლის სიტუაციამდე, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი პრაქტიკულად თავიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ თავიდან დაწყება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დასაწყისში, როდესაც დიდი იყო ენთუზიაზმის მუხტი და ყველა იმედგაცრუება ჯერ კიდევ წინ იყო. სხვათაშორის ამას წერს მთავარი პუტჩისტი. გარკვეული პერიოდი ქვეყანა ცხოვრობდა წარსული ზრდის გამოძახილით, სიტუაციის ძველი შეფასებები ინერციით ახლად მიიღებდა მათ ითამაშეს თავისი როლი პარლამენტის ბრჭყალებში არჩევნებზეც, მაგრამ არ შეიძლებოდა დაუსრულებლად ეკობათ ხალხი მხოლოდ ლამაზი სიტყვებით. ბოლოს და ბოლოს ყველა გონს მოეგო და ერთხმად შესძახეს მეფე შიშველია. ეს ჭეშმარიტება განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა შევარდნაძის ეგრეთ წოდებულ არჩევანზე. სახალხო არჩევანი ბევრად დაშორდა ოფიციალურ შედეგებს და აი 1000 წეულების მიზნაზე საქართველო კვლავ აღმოჩნდა გზა გასაყარზე, მაგრამ ამჯერად შეცდომის უფლება აღარ არსებობს. ქვეყანა ან შეაბიჯებს მთელ კაცობრიობასთან ერთად 21 საუკუნეში, ან სამუდამოდ იქცევა წარსულის აჩრდილად. ძალის ბალანსი მოჩვენებითი საფრთხე. ძალის ბალანსი სწორედ ასეთი იყო ჯორჯ ლუკასის დღეისათვის უკანასკნელი ფილმის საწყისი სათაური, მაგრამ საბოლოოდ მას მოჩვენებითი საფრთხე ბრჭყალებში დაარქვეს. აღმოჩნდა, რომ ქართულ სინამდვილეში ძალის ბალანსი არაა მოჩვენებითი, არამედ საკმაოდ რეალური და საშიში საფრთხეა. ძალის ბალანსი შევარდნაძის პოლიტიკური კრედოა. აი უკვე 29 წელია 1972 წლიდან, იმ მომენტიდან, როდესაც ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ის სწორედ ბალანსირებითაა დაკავებული. ორი სიტყვით, შევარდნაძის ბალანსის პოლიტიკა და მისი დანიშნულება შეიძლება დავახასიათოთ როგორც პოლიტიკა საკუთარი ძალაუფლების აბსოლუტური შეუღწევადობის პერმანენტული შენარჩუნებისა. არც ამ პოლიტიკისა ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ ფიგურებს შორის არც ერთი არ უნდა გახდეს სხვებზე შესამჩნევად ძლიერი. თუ სახეზეა ასეთი კატაკლიზმების ნიშნები, შევარდნაძე დაუყოვნებლივ რთავს ბალანსირების მექანიზმთან, ნებითი გადაწყვეტილებებით აბრუნებს მუტანტებს თავიანთ ადგილებზე. ზოგჯერ საქმე შემოიფარგლება არაკეთილგანწყობილი მზერით ან დარდით და გულის ტკივილით გამსჭვალული რამოდენიმე სიტყვით, მაგრამ თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თავგასულის გონს მოსაყვანად, მაშინ დაპირისპირებული ჯგუფი იღებს ღვთაების დამატებით სიმპათიას, მისი ლიდერი კი დაწინაურებას და დაამთავრდა აღშფოთება ჩამქრალია. ძალის ბალანსი აღდგენილი და შევარდნაძე ისევ კომფორტულად და მშვიდად ცხოვრობს. ის რომ ბალანსირების პოლიტიკას აქვს უამრავი უკუჩვენება და თან სდევს ძალზე ბევრი გართულება, შევარდნაძეს ან არ ესმის, ან არ აინტერესებს. შესაძლოა მან სულაც უბრალოდ ვერ მოიგონა თამაშის რაიმე სხვა წესი. საკუთარი ხელშეუხებლობის გარანტიას კი ქვეყანაზე ყველაზე მეტად აფასებს. როგორც არ უნდა იყოს, ბალანსირების პოლიტიკის ყველაზე მძიმე შედეგი არის ძალაუფლების ლიცენზიის მქონე ერთი და იგივე ადამიანთა გაუთავებელი გადაადგილება სახელისუფლებო ჩაკეტილ წრეში, ძველი ერთვალ და სამუდამოდ დაბეჭდილი ნუსხიდან არასოდეს არ ვარდება. ერთეული ექსტრაორდინალური შემთხვევების გარდა, რომლებიც მხოლოდ დადასტურებენ საერთო წესს. არც ერთი ფიგურა, ზოგიერთი საგარეო ფაქტორის, როგორც წესიზე გავლენით, ძალზე იშვიათად მმართველთა რაზმში მატებაა. ეს ერთგვარი ხარკია დემოკრატ რეფორმატორის იმიჯისათვის. მაგრამ
ახალწოღულები ეგრეთ წოდებული ახალი სახეების სინამდვილეში როგორც წესი წარმოადგენენ ან ძალზე ძველ სახეებს, ან სახეებს არც თუ ისე ახალს და სახელისუფლებო პოლიგონზე წრთნის შედეგად საერთოდაც აღარ გამოირჩევიან საყოველთაო ჰარმონიის ფონზე და თითოეული მათგანი იქცევა კიდევ ერთ აგურად კედელში, რომელიც შევარდნაძის აბსოლუტურ ძალაუფლებას იცავს. როგორც ცნობილია, ცუდი მაგალითი გადამდებია მმართველი პარტიის ახალგაზრდულ რეფორმისტურ ფრთად წოდებულ განშტოებისა, ეგრეთ წოდებულ ჟვანია სააკაშვილის გუნდის წევრი პოლიტიკოსებისთვის ჭყალებში, რომელთაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერისა და საერთო ცხოვრების მანძილზე პოლიტიკის წარმოების ერთადერთი საომულო მაგალითი აქვთ. თავადაც იწყებენ ბალანსირების თამაშს, მაგრამ არ გააჩნიათ რა საკმარისი გამოცდილება და მხარდაჭერა მალევე ეუფლებიან საკუთარ მაკიაველურ ინტრიგებში და თავის გადარჩენის მიზნით უბრძოლველად ბარდებიან ბალანსირების მაგისტრს. ახალგაზრდების მხრიდან ბალანსირება შევარდნაძის მოედანზე თამაშს ნიშნავს. აქ კი მოგება შეუძლებელია, რადგანაც მოთამაშეცა და მსაჯიც ერთი პირია. ეს თამაში ხომ შევარდნაძის მოგონილია. და რა ფორმამდეც არ უნდა იყოს, მას აქ ვერავინ შეეცილება. ასე და ამგვარად უსაზღოდ ბატონობს ქვეყანაში ერთადერთისა და განუმეორებლის ნება და ოპოზიციაც თან სდევს მას და მრავალი წერტილი. მეორე ნაპირზე ოპოზიცია არ არსებობს, ქვესათაური. საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, ამ სიტყვების კლასიკური გაგებით არსებობს საპარლამენტო ბრჭყალებში უმრავლესობა, რომელსაც არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური მიმართულება თუ პრინციპები და ისათვის ეს გაუგებარი ერთობა, რომელსაც ქმნიან ძალები, რომელთა ნაწილი საკუთარ თავს მემარჯვენეებს უწოდებენ, ნაწილი მემარცხენეებს. ნაწილი კი ვითომ იმათ და ამათ შორისაა ფორმირებული აჭარის ავტონომიის ლიდერის ასლან აბაშიძის ოდიოზური ფიგურის ირგვლივ, მაგრამ არც იმას, რომ ბათუმური კოალიციის სხვადასხვა წარმომადგენლები მიაკუთვნებენ საკუთარ თავს აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებებს და არც იმას, რომ აბაშიძე ცალსახად პრორუსული ფიგურაა, სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში სახელისუფლებო მჭიდიდან დროებით ამოვარდნილი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის რიგებში, სეზულდულ სივრცეზე შეიქმნეს ნომინალური ძალაუფლების ილუზია უკეთესი მომავლის მოლოდინში, როდესაც უზენაესი ღვთაება ინებებს და დაუბრუნებს მათ თავის ასე საყვარელ და შეჩუულ სალაფავებთან ნამდვილ და არასათამაშო ავტონომიურ ხელისუფლებაში და რადგან ბათუმურ კოალიციაში თითოეულის გულში ცოცხლობს ურყევი რწმენა იმისა, რომ ადრე თუ გვიან ეს ჭეშმარიტების მომენტი დადგება, ისინი არ აპირებენ მაინც და მაინც გაიფუჭონ ურთიერთობა შევარდნაძესთან და მხოლოდ ჟვანია სააკაშვილთან ქიშპობას სჯერდებიან. ერთადერთი საკითხი, რომელიც ნამდვილად აღელვებს ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო უმცირესობას, საკადრო საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო კომპლექტაცია უმცირესობის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობას გარეშეც მიმდინარეობს. ეს უკანასკნელნი საკმაოდ ადვილად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას სხვა ძალების კანდიდატებთან. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ მინისტრების უკანასკნელი დამტკიცებისას უმცირესობა ღიად არც ერთი პრეტენდენტის წინააღმდეგ არ გამოსულა და მიუხედავად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარისა, წარმოდგენილ კანდიდატურებთან მოლაპარაკების შემდეგ მისი წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ და ხმას აძლევდნენ კანდიდატებს. ასევე ხდება ახლაც უმცირესობა ლევან ძნელაძის კანდიდატურას უსწრაფესად დაუჭირა მხარი, შევარდნაძე მიცის ასეთი დამჯერობის დაფასება და ეს ხსნის ერთი შეხედვით პარადოქსულ სიტუაციას, როდესაც შევარდნაძეს უფრო მეტად სჯერა ოპოზიციის წარმომადგენლების, ვიდრე საკუთარი პარტიის ახალგაზრდა ლიდერებისა და რაღა უთქმა უნდა ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, რომელზეც აღმოცენდება ურთიერთგაგება და კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფინანსური ნიადაგია. კორუფციაში ყველანი ერთნაირნი არიან და ერთნი და აქ დროა ვახსენოთ ისეთი უნივერსალური სტრუქტურა, როგორიცაა შევარდნაძის ერთ-ერთი ფირმა, შევარდნაძის ძალაუფლების კიდევ ერთი საყრდენი მისი ნათესავები. ალფადან ომეგამდე მოსისხლე მტრები ნიკოტინის ედემში.
სიტუაციაში, როდესაც დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტს ჯვაროსნული ომი გამოუცხადეს და ამგვარი კანონმდებლობის არსებობის გამო ვერ ხერხდება მრავალი ინფორმაციის გადამოწმება, ვაკუუმს მოარული ხმები ავსებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციებისა და მოარული ხმების შეჯერება ბუნებრივია, ასეთი ნაზავი უპირობა ჭეშმარიტების პრეტენზიას არ ატარებს. შემდეგ სულაც იძლევა. ახალი ქართული ეკონომიკის ალფა და ომეგა შევარდნაძის ნათესავებია. ისინი აკონტროლებენ მთელ მსხვილ ბიზნესს და რამდენადაც საქართველოში დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს საშუალო და მცირე ბიზნესი, შეიძლება ითქვას, რომ ისინი აკონტროლებენ მთელ ქართულ ბიზნესს. ალფა და ომეგა უფრო ზუსტად კი ალფა 96 და ომეგა 2 ერთ მთლიანია. ეს არის თურქეთში რეგისტრირებული ფირმები საქართველოში, ფილიპ მორისის ფირმის იმპორტიული სიგარეტების შემომტანები. ეს ფირმები წარმოადგენენ მხოლოდ წვერს აისბერგისა, რომელიც ინახავს საქართველოში ბიზნესსა და ხელისუფლების ჰარმონიის საიდუმლოს. გარდამავალ უფრო ზუსტად კი საშუალო სტრუქტურას სიგარეტის გზაზე ვირჯინიის კუნძულების ოფშორული ზონებიდან თბილისამდე წარმოადგენს აჭარის ინვალიდთა ასოციაცია. ეს სტრუქტურა პირველ რიგში ათავისუფლებს პროდუქციას გადასახადებისაგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საქონლის შემოტანას სარფის საბაჟოდან, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე და ამდენად ასან აბაშიძე აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. ამ შესაბამისად აჭარის ლიდერს, რომელიცაც ცენტრალური ხელისუფლება გარკვეულ პერიოდებში ლამის არძინებას ადარებს, გარანტირებული აქვს ამ საქმიდან პირად ხაზინაში სტაბილური შემოსავალი. აბაშიძის მიერ აჭარასთან ხელოვნურად შექმნილი საზღვრიდან თბილისში ძირითადად საბაჟო ტერმინალ ლილო პირველამდე სიგარეტის ტრანსპორტირების, ბაზის გაკონტროლებისა და საქონლის გასაღების ორგანიზატორების პრობლემას წყვეტს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომლის მამა თავის დროზე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. და მთელი სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს ამ სტრუქტურის მთავარ ძალოვან დასაყრდენს და რომელმაც ცოტა ხნით ადრე ძალისმიერი ოპერაციით აართვა ეს ბაზარი, არც დასუსტებულ უშიშროების სამინისტროს და სიგარეტის ბაზის უდაო ლიდერად ფირმა დისტრიბუტორი ომეგა გამოაცხადა. სხვადასხვა დროს ომეგასთან მეგობრობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. სოციალისტებმა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებასთან ახლოს იყვნენ 6 წლის წინათ, არჩევნებზე $300,000 თავიანთ პროპორციულ სიაში ამ ფირმის ნომინალური შეფი გამსულ ნომრად არ ჩასვეს, მაგრამ პარტია არჩევნებამდე ჩავარდა. ომეგას თანხა არ დაუბრუნდა და სამუდამოდ დაკარგა მისი კეთილგანწყობა. ხოლო შემდეგ არჩევნებზე ინვესტიციები უფრო აზრიანად გაიღო და დღეს იგი დეპუტატია. ადრევე სახელმწიფო პარტია, რომელიც ჯერ არ იყო სწორად ორიენტირებული სიგარეტის ბაზარზე უშიშროების საბჭოს ფავორიტს, რომლის კრიშობაც მაშინ სახელმწიფო დაცვის სამსახურის შეფი ვახტანგ ქუთათელაძე ახლო წლებში ღიად ჩემობდა. ახლა ელიტს უჭერდა მხარს და ბოლო არჩევნების წინ კი მოქალაქეები ალაპარაკდნენ ომეგაზე როგორც ფირმაზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის საქმეს აკეთებს. ის რომ ომეგა მუშაობს შავ ფულზე, მალავს შემოსავლებს, აფორმებს საქონელს რეექსპორტად, სინამდვილეში კი ადგილზე ყიდის მას ეწევა კონტრაბანდას, ანგარიში არ მიიღება, რადგან ის აახლოებს მტრებს და ყველას ბედნიერს ხდის. ალბათ ამ ფაქტორის და ეროვნული მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა ახსნათ საბაჟოდან გამოჟონილი ინფორმაციები. თუ ისინი სინამდვილეს შეესაბამება იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა დროს არის დაკავებული ომეგას სიგარეტის დიდი პარტიების დაუყოვნებლივი გატარება, რამოდენიმეჯერ პირადად შევარდნაძემ მოითხოვა. ბუნებრივად იბადება კითხვა, რა შუაში არიან აქ შევარდნაძის ნათესავები. საქმე ის გახლავთ, რომ ყველასათვის ცნობილია ამ მასშტაბის კონგლომერატის ჩამოყალიბება სჭირდება ყველაზე ძალზე დიდი საწყისი თანხები და გასასვლელი ხელისუფლებაზე. აი ეს გახლავთ ამაზე შემდეგ უკვე შევარდნაძის კლანის ანატომია, რომელიც მინდა რომ გადაიღოთ თუ შეიძლება და შემდეგ თუ დაახლოებთ რომ წარწერებით თუ გამოჩნდება თუ არა და მე მაინც უნდა წავიკითხო.
მადლობთ. ამჯერად გაგაცნობთ ამ პატარა ანატომიას, რომელიც მე ძალიან გაიზარდა და დაფრთხიანდა. შევარდნაძის ესე იგი სოფიო პატიაიშვილი, მამა ამბროსი შევარდნაძე, ესე იგი ძმა ისაკი, ერმილე აკაკი, დავით პატეიშვილი. შვილები არ ყავდა ისაკ პატეიშვილს, ერმილე პატეიშვილს შვილი ჟუჟუნაშვილი, შვილები რუსიკო და ნანა, აკაკი პატეიშვილი შვილები არ ყავდა, დავით პატეიშვილი ომში დაიკარგა. ამბროსი შევარდნაძის მიყავდა და პატეიშვილს ერთად, ესე იგი მათი ქორწინებიდან. ედუარდი, ხო შემდეგ უკაცრავად შევარდნაძის ყავდა სიმონ შევარდნაძე, შვილები გიორგი შოთა აკაკი და მარუსა, შემდეგი ძმა კონსტანტინე და თამარ შევარდნაძე რამიშვილისა. სიმონ შევარდნაძეს ყავდა გოგი გიორგის შევარდნაძე, ბათუმის საბაჟოს მფლობელი. კონსტანტინე შევარდნაძეს ყავდა პრომეთეოსი, ქართლოსი და ფერდინანდი და მისი ლაჟვარდი პრომეთეოსის შევარდნაძე, რომელიც მონაწილეობს ამ კლანის ანატომიაში. შემდეგი გახლავთ შევარდნაძის სოფიო პატეიშვილისა და ამბროსი შევარდნაძის შვილი ედუარდი, იპოკრატე, აკაკი, ვენერა, ევგრაფი. ევგრაფის სოფიკო შევარდნაძე ცხოვრობს მამაჩი, ეხმარება ნუგზარი. შემდეგი ვენერა ავთო ბარამაშვილი, ეს თქვენთვის ცნობილი არის ბარამაშვილი, რომელიც იყო საავტომობილო ტრანსპორტის ეკონომიკური შემოწმების მონოპოლისტი, რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, საქართველოში იმყოფებოდი მაშინ, და თემურ ბარამაშვილი, რომელიც გახლდათ საგზაო პოლიციის ჩინოვნიკი. შემდეგი გახლავთ ეს აკაკი არ ფიგურირებს, ეტყობა დაიღუპა ან რაღაც, იპოკრატის შთამომავლები არიან მზია შევარდნაძე ცხოვრობს მამაჩი, ცეზარ შევარდნაძე საქმიანობს ნუგზართან შევარდნაძესთან ერთად, კაკო შევარდნაძე გაყინული ქათმების ბიზნესი, კლუბ ჯოის მეპატრონე. შემდეგი გახლავთ ნუგზარ შევარდნაძის საახლობლო და სანათესაუარი მამუკა შევარდნაძე, რომელიც მამასთან ერთად მუშაობს და სხვადასხვა საწარმოს მეწილი არის. მისი ესე იგი ოჯახის წევრი არის მარიკა ტყეშელაშვილი, რომლის ქმარი იყო ესე იგი მერაბ ტყეშელაშვილი, რომელიც რუსთავის ყოფილი მერი გახლდათ და ყველაფერი მის ხელში იყო, მთელი ქვემო ქართლის ქონება. მისი ესე იგი მერაბ ტყეშელაშვილის მამა გახლდათ მელორ ტყეშელაშვილი, რომელიც გაადებუტატეს და ადრე იყო სპორტ ვაჭრობის უფროსი, სანამ შევარდნაძე მოსკოვში მოღვაწეობდა. შემდეგი ახლა გადავდივართ შევარდნაძის უშუალოდ ოჯახის წევრებზე. ნინო ახვლედიანი, პაატა შევარდნაძე, მანანა შევარდნაძე, გია ჯოხთაბერიძე. მანანა შევარდნაძეს ყავს თამონა მოსაშვილი, ქალიშვილი, რომლის სახელზეც მას აქვს შეძენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ფეშენებელური სასახლე. პაატა შევარდნაძეს ყავს შვილი სოფო შევარდნაძე, მაკო, ნანული, ლაშა, რომლებიც ყველა კარგად მოგესწენებათ სადაც არიან. პაატა შევარდნაძის მეუღლე არის ნინო ახვლედიანი, ნინო ახვლედიანის მამა გახლავთ გურამ ახვლედიანი, სავაჭრო პალატის მაშინდელი თავმჯდომარე და გივი ახვლედიანი კი მისი უახლოესი. გურამ ახვლედიანს ყავს შვილი გოგი ახვლედიანი, ტურიზმისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს ეწევა და ასევე ზურა ახვლედიანი, ნავთობპროდუქტების ბიზნესი, ბოულინგ ცენტრის მფლობელი. ჯერჯერობით ესეა. შემდეგ მივყვეთ მესამე გვერდიდან, თუნდაც იგივე კახა თარგამაძე, ვის აქვს ეს ყველაფერი თუ არა საქართველოს ექს ნავთობ ბარონს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბავშვობის მეგობარს კარიერაში თანამე ინახეს და იმავდროულად შევარდნაძის ძმისშვილ ნუგზარ შევარდნაძეს დიახ სწორედ მას სასახელებელ ხელმძღვანელად ამ სტრუქტურისა, რომელიც ერთი შეხვედრით შეუთავსებელს აერთიანებს, სადაც მშვიდობიანად ძოვენ მოსისხლე მტრები და არავითარი გაცხადებული პოლიტიკური დაპირისპირებები არ არღვევს ჰარმონიას ამ ნიკოტინის ედემში. ომეგა-3 გორის სიგარეტის ომი თარგამაძისა და ალავიძის სარგლობით. თუმცა გარკვეულ ეტაპზე ჰარმონია მაინც დაირღვა, ეს მოხდა აქციზური მარკების შემოღებისას, მაშინ გარკვეული პერიოდით უხელფასო დარჩენილ ომეგას თანამშრომლები ვერ მალავდნენ ბრას ნუგზარ შევარდნაძისა და განსაკუთრებით კახა თარგამაძის მიმართ და ასეთ ისტორიას ყვებოდნენ. იმ დღეებში კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ აქვს გარანტიები აქციზური მარკების შემოღების პროცესის 4 თვით გადადებისა, მანვე დასახა ასეთი გეგმა იმ მომენტში ომეგას ხელთ არსებული სიგარეტის 4 მილიონ დოლარიანი პარტია გაიტანეს და დამალეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სოფელ ქურთაში. ქალაქში აქციზირების მოლოდინში სიგარეტის ფასი იწევდა თარგამაძის მტკიცებით ეს პროცესი გადაიდებოდა, მაგრამ სანამ ფასი საწყის ნიშნულამდე დაეცემოდა, ომეგა მოასწრებდა პარტიის ქურთიდან თბილისში დაბრუნებას და დაახლოებით 2 ფაშის გაყიდვას. მსოფლიო ბანკისა და სხვა უცხოური ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნით აქციზური მარკები მაინც საწყის ვადებში იქნა შემოღებული. ომეგა კი შინაგან საქმეთა მინისტრის თვითდაჯერებულობის გამო მარკების გარეშე დარჩა და დიდი ხანი პოლიციის ბოშა ქალებთან ურთიერთობის გზით, ანუ პირდაპირი კანონდარღვევით უწევდა საქონლის გასაღება. სამაგიეროდ აქციზური მარკები საკმაოდ აღმოჩნდა იმ დროისათვის არც თუ ისეთი ძლიერი ფირმა სამგორს, რომელმაც უმატ დაიპყრო დეფიციტური ბაზარი და იაფასიანი სიგარეტის თითო კოლოფი, რომლის შესყიდა 3-დან 10 ცენტამდე უჯდებოდა, 5 და ზოგ შემთხვევაში 8 ლარად გაიყიდა. აი მაშინ დაინგრა ომეგას ჰეგემონია სიგარეტის ბაზარზე. სამგორის პოპულარული ვაისროს ომეგას კონგრესით დაბალანსების გეგმა ჩაიშალა, ხოლო მას შემდეგ რაც სამგორმა ჯერ პირველის, შემდეგ კი ვაისროის ადგილობრივი წარმოება წამოიწყო, ოპერატესობა უკვე აშკარად მის მხარეზე გადავიდა. სწორედ ამ დროს სადა ნუგზარ შევარდნაძემ სამგორის შეფის ჭუტა ავტოწერეტლის მიერ განაწყდებული არსებებისგან ფირმის შესყიდვის გზით შეაღწია სიგარეტის ადგილობრივ წარმოებაში, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიშალა. ბუნებრივია, ძალოვანი დასაყრდენი სამგორსაც სჭირდებოდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ომეგას მხარეს იყო სხვა სტრუქტურა კი პოლიციას, რომელიც შეფიც შევარდნაძის მეუღლეს თავისი ძმაკაცის დარად ბიცოლას უწოდებს, მისი დღევანდელი განუსასრული სიძლიერის გამო ვერ დაუპირისპირდებოდა. როგორც ამბობენ, გამოინახა იდეალური გამოსავალი და ეს ფუნქცია ისევ პოლიციამ იტვირთა, ოღონდ არა სამინისტრომ, არამედ მასთან დაპირისპირებულმა ქალაქის სამმართველომ, რომლის შეფის სოსო ალავიძეს სამმართველოში სწორედ სამგორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოსტიდან გადავიდა და დიდი შანსია ახლაც იქ დაბრუნდეს. უკვე ითქვა, რომ ალავიძე ბიზნესში გააგრძელებს საქმიანობას. შესაძლოა არაბი ბიზნესმენის გატაცება ნუგზარ შევარდნაძისათვის სამგორის მხრიდან ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რადგან არაბი სწორედ შევარდნაძის ძმისშვილთან ერთად იყო ჩართული ბანანის ბიზნესში და როდესაც შევარდნაძეს წინდა საქართველოსათვის ბანანების რესპუბლიკის მეტსახელის მინიჭება ბევრს ეცინებოდა და ხელს მისი ძმისშვილისაკენ იშვერდა. ასეა თუ ისე, არაბი ბიზნესმენის ტყვეობიდან გათავისუფლება სოსო ალავიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაემთხვა. კახა ბაკურაძის მოყოლილ ზღაპარს მისი ბავშვებიც არ დაიჯერებენ, ხოლო დაეტყობა თუ არა თბილისის პოლიციის სამმართველოში შეფის ცვლილება სიგარეტის ბიზნესზე, ამა თუ იმ ფირმის გავლენას, ამ უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუ ეს მომავალი ჩვენ გვექნება, იმის გათვალისწინებით, რომ ომეგა დღეს ყიდულობს უმძლავრეს სტამბას ტელეკომპანიას, აფუძნებს ჟურნალს, გაზეთს, ცდილობს პრესის გავრცელების სისტემაზე კონტროლის დამყარებას, მოკლედ ამზადებს კარგად გამართულ წინა საარჩევნო კონგლომერატს. ვინ იქნება მისი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებზე? ნუგზარ შევარდნაძე? არა, ალბათ მაინც მისი ძმაკაცი კახა თარგამაძე, რომელსაც ამ პოსტზე უარი დღემდე არ უთქვას. აქ საინტერესო სხვა რამე არის. შევარდნაძემ ნუგზარ შევარდნაძის საქმიანობის შესწავლა უკვე არაერთხელ მოითხოვა, ასეთი დავალებას ის მუდმივად ერთ პიროვნებას, ბატონ ნუგზარის ბავშვობის მეგობარს კახა თარგამაძეს აძლევდა, შემოწმების მსვლელობისას ორივენი დაუფარავა და სიამოვნებით საუბრობდნენ მეგობრობაზე,
შემოწმების შედეგად კი ნუგზარ შევარდნაძე რატომაც მუდმივად კრავივით სუფთა გამოდიოდა. ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის თქმით, შევარდნაძემ მასაც სთხოვა ნათესავების საქმიანობის შესწავლა, საბჭოს საგამოძიებოს ფუნქცია არ აქვს და ამდენად როგორც მისმა ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვიტა გადამოწმებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მოავრული ხმების ნაზავის შექმნა, რომელსაც ცალსახა ჭეშმარიტებაზე პრეტენზია რა თქმა უნდა არ აქვს და ეს ეხება სტატიაში მოყვანილ ყველა ფაქტს, რათა მიეცეს შევარდნაძეს განსჯის საშუალება. აქ უკვე კარგად ხედავთ, ესე იგი შევარდნაძე თავის ძმისშვილებსაც და ნათესავებსაც ამოწმებს, იმიტომ რომ მათზე უფრო მეტი თანხა არ აღმოჩნდეს მფლობელობაში. ის რასაც შევარდნაძე ფლობდა, არ დაუშვებდა არავითარ შემთხვევაში, რომ თუნდაც ერთი ლარით მეტი ჰქონდა ვინმეს. მას ჰქონდა რაღაც გარკვეული ესეთი ტარიფი, რომლის ზევით ისინი არ უნდა ასულიყვნენ. წმინდა ოჯახი არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. ნუგზარ შევარდნაძეს შეზაზღვა პიონერია, მაგრამ ის სულაც არ არის შევარდნაძის ერთადერთი და ერთ-ერთი ყველაზე ახლო ნათესავი ბიზნესში. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ერთგვარ განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ტრიუმვირატზე. ერთის მხრივ ეს არის უკვე დასახელებული ძმისშვილი ნუგზარ შევარდნაძის საკონტროლოს, როგორც უკვე ნათქვამი იყო სიგარეტის იმპორტის დიდ ნაწილს, ყველა მისი ტვირთი მოძრაობს ბათუმის პორტიდან, მაგრამ მთავარი იმისთვის არის დიზელის საწვავისა და მაზუთის იმპორტი აზერბაიჯანიდან, სადაც ის არაფორმალურად სრულად აკონტროლებს სახელმწიფო კომპანია საქნავთობის გამოყოფილ კვოტას და თავად წყვეტს, ვინ შემოიტანს დიზელს აზერბაიჯანიდან საქართველოში და ვინ არა. ის ასევე აწარმოებს ბიზნესის იმპორტს დიდ ნაწილს რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მისი ინტერესების სფეროა კაზინოები, ლაპარაკია წილებზე ბევრ მათგანში, ცნობილი ერთობლივი პროექტი ებრაელებთან ბაზალეთის ტბაზე, აქვს პრეტენზიები უამრავი ქონების შესყიდვაზე, იზიდავს შევარდნაძე ოტელის მშენებლობის იდეა, სავარაუდო ადგილები იყო ბალნეოლოგიური ინსტიტუტი ან რეჭკომბინატი, მაგრამ იდეა არ განხორციელდა. ფირმა ალიონი პლუსის მეშვეობით ასრულებდა საშუამავლო ფუნქციას ზესტაფონის ფეროს ელექტროენერგიის მოწოდების საქმეში. ეს ის დენია სამი კლანის მიერ კონტროლირებად საწარმოებს, უხად რომ მიაქვთ, ქალაქს აბნელებენ და მის საფურსურს კი არ იხდიან, მაგრამ უფრო სერიოზულ ძალას გადააწნა და პოზიციები დაასთმო. რა ძალას ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ნუგზარი, ცეზარი და კაკო. სულ ახალი ამბავი. ნუგზარ შევარდნაძე ცდილობს რუსავის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის რელასის დასაკუთრებას. ნუგზარ შევარდნაძეს აქვს განხორციელებული რუსეთში სპირტის კონტრაბანდული გზით რეექსპორტის ერთი, მაგრამ ყველაზე მასშტაბური ოპერაცია. ალტერნატიული მარშრუტით მამისონის უღელტეხილიდან გზის უვარგისი მონაკვეთების პარალელურად აღდგენით. ამ ოპერაციიდან მან მიიღო ორმაგი მოგება, ბენზინის ბიზნესიდან გადმოქაჩული თანხა უსწრაფესად გაიორმაგა, მის კვალს მიყოლილ წულ ექსპორტიორებს კი სპირტი ჩაუწვათ, გაკოტრდნენ და მასთან კონკურენცია შეწყვიტეს. ნუგზარ შევარდნაძის ვაჟის მამუკას სარეკლამო კომპანია ალიონი პლუსი ნუგზარ შევარდნაძის ჯგუფს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. მისი ძმა არც თუ ისე დიდი გაქანების ადამიანი, ცეზარი ის პერიოდულად ჩანს თხევადი გაზისა და სხვა ბიზნესში. მესამე ძმა კაკო სულაც უპრეტენზიო კაცია, ის ძმებს არ ელაპარაკება და ბულგარული ქათმების იმპორტით კმაყოფილდება. სიძე შენი ჭიერო ბიზნესმენო. ტრიუმვირატის მეორე ნაწილს მართავს შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე, მფლობელი მაგთი ჯგუფისა, რომელსაც სამი კონკრეტულად მართული განშტოება. მაგთი კომი ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მობილური სატელეფონო კავშირის საქართველოში უძლიერესი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია საეჭვო წარმოშობის ამერიკული კომპანია მეტრომედიის მონაწილეობით, დაფუძნებულია ტრადიციული მეთოდით. კომპანიაში თავდაპირველად მაშინდელი კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ფრიდონ ინჯიას ეგრისის მონაწილეობით. ფრიდონ ინჯიამ თავი სადამოყო და ასე რომ თქვენ ყურადღებით მიადევნეთ თვალი ყველა ჩვენს გადაცემას და აქ უკვე თავისთავად არ გაგიჭირდებათ ყველა იმ კვანძის გახსნა, რომელიც ეხლა ჩემს მიერ ხდება თქვენთვის მოწოდება ინფორმაციის სახით. მოგვიანებით პიარადი კონფლიქტის გამო ინჯია კომპანიიდან გააძევეს. ჯოხთაბერიძე იღებდა აქტიურ მონაწილეობას ანტიინჯიურ კამპანიაში. მისი მოხსნის შემდეგ ცალხასახად დააფიქსირა, რომ მისი მისია შესრულებულია და შემდგომი ინსტიტუციონალური ცვლილებების მოთხოვნა მისგან არ მომდინარეობს, მაგრამ ერთი ინტერესი მაინც დააკმაყოფილა მინისტრის პირველ მოადგილედ, თავისი ბავშვობის მეგობარი და მეჯვარი გია კაკუბერი
გაიყვანა, რომლის მეშვეობითაც ლიცენზიების გაცემაზე სიტყვიერი მორატორიუმის პირობებში მოიპოვა 1800-იანი ჰერციანი სიხშირე. რაც მას შემდეგ სხვებმაც გაიმეორეს და რამაც სრულიად გააუფასურა ეს უზურპაციის რეზერვი. დიდი ხნის მანძილზე ახდენდა ამ სექტორში ფასების დიქტატს, აფორმებდა კაბალულ ხელშეკრულებებს სახელმწიფო კომპანიებთან. შევარდენი ნუგზარ შევარდნაძის სახლზე. აგერ არის უბრალოდ შევარდენი, მაგრამ ეს არ არის გადასაღები, უბრალოდ გეუბნებით, ესე იგი ნუგზარ შევარდნაძის სახლის სახურავი არის და აგერ აქვს შევარდნაძე, ეს ოქროს შევარდენია. ვინეტა ვინ გაბედავდა მასზე ხელის ხლებას. Makti Energy and Chemicals მოქმედებს სფერო გასაგებია დასახელებიდან ენერგეტიკას, სადაც მაშინდელ მინის ზუბიტაშვილთან და ნიკოლე კიშვილთან ერთად იღებდა მონაწილეობას რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებაში. საშუალო ფირმა კატეკოს მეშვეობით კატეკოს სქემა ქართულ ენერგეტიკაშიც კი დღემდე უნიკალურია. მოგების მასშტაბით დოლარიდან დოლარის სუფთა მოგება სქემა ამოგებული იქნა Anglo Oilis მიერ, რომელსაც იმ პერიოდში მოქალაქეები უჭერდნენ მხარს, შემდეგ კი ტრიუმვირატის სხვა შტო შეუერთდა. Makti Energy and Chemicals მოღვაწეობს ქიმიურ წარმოებაშიც, კერძოდ აზოტის ქარხანაში. ერთხელ მოიგო ტენდერი აზოტის პრივატიზებაზე, თანხა იმდენად საცალო იყო $100,000, რომელიც შევარდნაძემ ტენდერის შედეგები გააუქმა. ამის შემდეგ ჯოხთა ბერძე აზოტის საქმეებში მონაწილეობს ოფშორული ფორმით. Also Trans International ერთი პერიოდი ამოგდებული იქნა აზოტის სქემიდან. მამალაძე ბეჟუაშვილის ჯგუფის მიერ შემდგომ პოზიციები გაიმყარა ამჟამად იბრძვის ქარხნის დაპატრონებისათვის. იგივე შევარდნაძე, რომელმაც მაქთის ტენდერში გამარჯვებამ გააუქმა, სულ ცოტა ხნის წინ მოითხოვდა აზოტი ალსოს ტენდერის გარეშე პირდაპირ ვალების სანაცვლოს გადასცემოდა, მაგრამ შემდეგ იტერას ზეწოლის შედეგად პოზიციები დათო ამჯერად აზოტის დაპატრონების საქმეში Also Trans Internationals, ანუ Makti Energy and Chemicals, ანუ გია ჯოხთაბერიძეს კონკურენციას უწევს მამალაძე ბეჟუაშვილი და ვანო ჩარტიშვილის ჯგუფები, მაგრამ ეს უკანასკნელი სხვა გამოცდილების მიხედვით მაქთის შეეკრება. ფერადი, მაგრამ შავი მეტალურგიული ურთიერთობები და უბადუკი ნუგზარი გამოცდილება კი ჭიათურ ზესტაფონურ ამბებთანაა დაკავშირებული, სადაც ფეროში დირექტორი დღეს დავით შალიკაშვილი, იგი ადრე ტელეფილმის დირექტორი იყო, სადაც მაშინ უბრალოდ მუშაობდა შევარდნაძის ქალიშვილი მანანა, რომელიც ახლა იმავე ტელეფილმში უბრალოდ დირექტორია, ხოლო მისი ყოფილი დირექტორი შალიკაშვილი უბრალოდ დირექტორია ზესტაფონის ფეროსი და ამ დირექტორებს შორის უბრალოდ ტელეურთიერთობებზე მეტად აშკარად ფერო ურთიერთობები მძლავრობს. აი ჩვენი ტელევიზია, აი ჩვენი სახელმწიფო საინფორმაციო პროგრამები. აი ამ ურთიერთობებში აგრეთვე მონაწილეობენ იმერეთის კრისტალურად სუფთა და წყაროს წყალივით კამკამა გუბერნატორი შაშიაშვილი. ჭალები რასაკვირველია. შალიკაშვილის ბავშვობის მეგობარი, როგორც ხედავთ, ამ წრეში ბავშვობის მეგობრობას განსაკუთრებით აფასებენ ვაჟა ლორთიფანიძე მის ნამდვილ მესთან მოსკოვში ძებნულ და თბილისში ფალიაშვილის ხანაწყნეთში მცხოვრებ ბადი პატარკაციშვილთან ერთად, რომლის ნამდვილი მე თავის მხრივ ბორის აბრამოვიჩია, იგივე ბერუზოვსკი და აბა ამდენ ხანში ხალხში რა გასაკვირია, რომ ჩხარტიშვილიც იქ არის და შესაბამისი კანონპროექტის ვარიანტს უმზადებს შევარდნაძეს და მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო მინისტრის მოადგილეს ირაკლი ოქრუაშვილის სახით არადებს ვიზას ამ ვარიანტს და არღვევს საერთო ჰარმონიას. აი ამ ძალას შეეჯახა იმერეთში უბადუკი ნუგზარი და ამიტომაც დაიწყო ვნებები ნუგზარის დაჩაგვის ფონზე, ვისგან გაუკვირდება, რომ ჯოხთაბერიძე მაქთიკომიდან გადააგდო, იქ მომუშავე თავისუფლების ინსტიტუტის წევრის დათო ზურაბიშვილის ძმა, იმ მოტივით, რომ დათო დაპატრონებას აპირებდა და შევარდნაძეს ცუდად მოიხსენებდა. მაქთი ჯგუფის კიდევ ერთი განშტოებაა ფრანგებთან ერთობლივი კომპანია მაქთი, ერთი წუთით არა უშავს.
კომპანია მაგთი ენტაპოზი, რომელმაც ისე მშვიდად მოიგო ტენდერი საქართველოში ყველაზე დიდ სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე, არც არავის არაფერი გაუგია, თუმცა ეს უკვე ჩავლილი მატარებელია, ტერმინალი აშენებულია და ეშტო აღარ ფუნქციონირებს. ამ მშენებლობის ფონზე ალბათ სულ სასაცილოდ გამოიყურება მაგთის უკანასკნელი სულ მცირე განშტოება მაგთივინი, რომელიც შერლობს ფონზე გამოიყურება მაგთის უკანასკნელი სულ მცირე განშტოება მაგთივინი, რომელიც თანამედროვე ფანჯრებს ამზადებს. გურამ ახვლედიანმა მურზარ შევარდნაძეს ნავთობ ბარონის წოდება ჩამოართვა. წმინდა ტრიუმვირატის მესამე მმართველია შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი, რომელიც მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას უზენაესი ოჯახის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. ოფიციალურად ის მხოლოდ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტია. პალატა თითქოს უბრალო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, მაგრამ მისი ხელსაყრელი ფუნქციონირებისათვის მომზადდა სპეციალური კანონი პროექტი, რომელიც მის სტატუსს საერთოდ გაურკვევლს და ამიტომ საკმაო ხანია ეგრეთ წოდებულ პარლამენტში დევს. პალატა მდებარეობს TBC ბანკის შენობაში, უფრო სწორად კი პირიქით ბანკი მდებარეობს პალატის შენობაში, ამიტომ TBC-ის ხელმძღვანელებმა რამდენიც არ უნდა იძახონ ახვლედიანს საერთოდ არ ვიცნობთ, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მისი ამ ბანკში წილობრივი მონაწილეობისა, მით უფრო რომ მას ინტერესები სხვა ბანკებშიც, თბილკომ ბანკსა და თბილკრედიტ ბანკშიც ჰქონდა. ეს ბანკები დღეისათვის გაკოტრდნენ TBC-დან, გამომდინარე ეჭვია სარეკლამო სააგენტო ალფა პლუსში. მონაწილეობაზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახვლედიანი აკონტროლებდა ფქვილის იმპორტს. ფოთის სპორტის უფროსი ჯემალ ინაიშვილი იქამდე სავაჭრო პალატაში ახვლედიანის მოადგილე იყო და დღესაც მთლიანად მისი გავლენის ქვეშაა. აქედანაა კონტროლი საქართველოდან ჯართისა და იგივე ჭიათურ-მანგანუმის წილის გატანაზე. მე უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ჯემალ ინაიშვილი გახლავთ აჭარიდან, რომელიც ჯერ ასლან აბაშიძესთან ქონდა ურთიერთობა და მის ბიზნესში იყო და პარალელურად კიდევ ამ შევარდნაძეების ბიზნესში იყო და მან ისე მოახერხა, რომ სააკაშვილთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ჯემალ ინაიშვილით აგრძელებს იგივე საქმიანობას, რასაც შევარდნაძის დროს ეწეოდა. ჯართისა და იგივე ჭიათურ-მანგანუმის წიდის გატანაზე. ამ ერთ ბეწო ჭიათურაში, როგორც ხედავთ, ტრიუმვირატის სამივე კლანის ინტერესია კონცენტრირებული, რაც იწვევს შაშიაშვილის ჭაღარას. იქვე იმერეთში, კერძოდ ტყიბულში, განზახულია ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც თუ შედგა, დაანგრევს ჯერ საქართველოს მთელ ენერგოსისტემას, შემდეგ კი საერთოდ ეკონომიკას. უფრო სავარაუდოა, რომ პროექტის საწყის ეტაპზე ჩაიშლება, საერთოდ ახვლედიანს არ აქვს ორიენტაცია წარმატებული ბიზნესზე. მისი ბიზნესების დიდი ნაწილი მოკლე პერიოდში ფულის გათეთებას ემსახურება და შემდეგ კოტრდება. და თუ ხელმოწერილი იქნა კონტრაქტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყოველად გაუმართლებელი გარანტიას შეიცავს, საქმე მაშინვე გადაინაცვლოს საერთაშორისო არბიტრაჟში და გრანდიოზულ ჯარიმებს ყოველი ჩვენგანი საკუთარი ჯიბიდან გავიღებთ. შევარდნაძის ჭეშმარიტად საშვილო საქმეები ოჯახი პაატა შევარდნაძეს რჩება, ისევ გრძელდება ეს. არა, სათაური იგივეა, მე გადავდივარ უკვე მერვე გვერდიდან. თანხა ამ პროექტის ინვესტორ კომპანიებში გადაინაცვლეს, რომლებიც მავრიტანიის ოფშორშია რეგისტრირებული და რომლებშიც ქართული მონაწილეობა პრაქტიკულად გარანტირებულია. პროექტის ლობირებაში შემსწავლნი არიან ახვლედიანის ერთ-ერთი სტრუქტურის ხელმძღვანელები. პროექტის ვიზას არ ადებს ისევ და ისევ იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ირაკლი ოქროაშვილის სახით. საინტერესოა, რა კავშირია ირაკლი ოქროაშვილის მიერ ოჯახურ პროექტების ვიზის არ დადება და პროკურატურის მიერ 8 თვიანი პაუზის შემდეგ პოლიციასთან შეკამათების საქმეში მისი ეჭვმიტანილად უეცარი ცნობა. ფოთის სპორტის კონტროლი განაპირობებდა და მეტნაკლებად განაპირობებს ფოთის ყოფილი და თბილისის ამჟამინდელი მერის ვანო ზოდელავას და აქედან გამომდინარე ქალაქის სტრუქტურების კონტროლს. მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანი ფოთის მიმართულებას აკონტროლებს, ბათუმი კი ნუგზარ შევარდნაძის კონტროლქვეშაა. საუბრობენ ბათუმში განლაგებული საქართველოს სანაოსნოს გაყიდვაში ახვლედიანის მონაწილეობაზე, ისე ოჯახის ერთადერთი ფავორიტის ვაჟა ლოთიფანიძის მეშვეობით. ახვლედიანი ერთ-ერთი თავისი შეპესეთი ცდილობს ავიაკომპანია
კომპანია ავირზე ენაზე მეწილეობას ოღონდ შესაბამისი თანხმობრივი შენატანების გარეშე, რის გამოც საბოლოოდ არ იქნა დაშვებული კომპანიაში, რამაც საგრძნობლად გაამწარა საინტერესო, რომ ავიაციაში ორივე დაპირისპირებული ბანაკიდან გამოდის ერთი და იგივე ისტორია. ის ამბობდა, მე ვარ გურამ ახვლედიანი და წილებში ფულს არ ვიხდიო. უკაცრავად დიდია ახვლედიანის ინტერესი ნავთობპროდუქტების ბიზნესში. ის აკონტროლებს თბილისში ნავთობის ბაზას, აწარმოებს ბიზნესის იმპორტს, აწარმოებს ბიზნესს საქართველოში ადგილობრივი ნავთობპროდუქტებიდან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ზეტოქსიკური პიროლიზური ფისის დამატებით, აწარმოებს იგივე ფისის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რეექსპორტს რუმინეთში, სადაც მისი დამატებით აწარმოებენ ბენზინს, რომელიც საქართველოში შემოაქვს ნუგზარ შევარდნაძეს. ეს უკანასკნელი ბენზინის ადგილობრივი წარმოებით ახვლედიანმა ძალზე შეავიწროვა და ფაქტობრივად მოართვა საქართველოს ნავთობარონის წოდება. მოცეკვავე კაცი და ენერგიული კაცუნები. მმართველი ტრიუმვირატის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ენერგეტიკაა. აქ ინტერესი თავად ენერგეტიკის ministris საკუთარი პროტეჟეთი ჩანაცვლებამდე მიდის. პროტეჟი არის წარსულში მოცეკვავე, შემდეგ საქანცელარიის თანამშრომელი, აც კი ენერგოგენერაციის გენერალური დირექტორი მამუკა ნიკოლაიშვილი. ეს გახლავთ მამუკა ნიკოლაიშვილი გახლავთ პაატა შევარდნაძის მეგობარი, რომელიც მან ერთი როდესაც ნიკოლაიშვილი გარკვეული პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა საფრანგეთში, პარიზში კერძოდ და შემდეგ პაატა შევარდნაძის ხელის შეწყობით იგი გადმოსროლილი იქნა საქართველოში, რათა მას ხელში ჩაეგდო ზემოთხსენებული ორგანიზაცია. საქენერგო გენერაციის გენერალური დირექტორი. ამას კიდევ შეემატება ერთი პაატა შევარდნაძის მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იქნება მეწილე. კარიერის ასეთი მოულოდნელი და სწრაფი ზიგზაგი ამ უკანასკნელისათვის განაპირობა მისმა სიმავრმა ავთანდილ ქორიძემ, რომელიც უკვე ძალზე დიდი ხანია მუშაობდა იუნესკოში. სწორედ მან დააყენა გზაზე მუშაობის დაწყებისას მაშინ ახალგაზრდა გურამ ახვლედიანის სიძე და ედუარდ შევარდნაძის ვაჟი პაატა. დღეს ავთანდილ ქორიძე პაატას უფროს მეგობრად სახელდება და მუშაობს საქართველოს მდგრადი განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორად. სააგენტოს პრეზიდენტი კი მისი უმცროსი მეგობარი პაატა შევარდნაძეა. ეს დაწესებულება განლაგებულია მამუკა ნიკოლაიშვილის საქენერგო გენერაციის შენობის მეოთხე სართულზე, ანუ აქ სული ჰარმონია სუბებს. ეს საქენერგო გენერაციის შენობა გახლავთ კოლმეურნეობის მოედანზე საქენერგო შენობას რო ეძახდნენ, ეს ის შენობა გახლავთ. უბრალოდ სახელი შეუცვალეს. გარკვეული პერიოდიდან ახვლედიანი უпростоრად მისი ვაჟი გოგი ჩაერთო ანგლო ოილის გახმაურებულ საქმეში და ჩაერთო საკმაოდ პროდუქტიულადაც. მისი მეცადინეობით მოხერხდა ავსტრიული რაიფაიზენცენტრალ ბანკის ხელმძღვანელების შეხვედრა პრეზიდენტთან, რის შედეგადაც საკითხის კოორდინირება დაევალა შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩეველ თემურ ბასილიას, რომელიც ახლა ძებნაში გახლავთ. ბასილია ისეთი ენთუზიაზმის შეუდგა ანგლო ოილის ინტერესების დაცვას, რომ წილი შესთავაზესო. შედეგად შეიქმნა შევარდნაძის ბრძანებულების პროექტი, რომელთაც ენერგეტიკაში სახელმწიფო შეპესეებს ევალებოდათ მათი დივიდენდებიდან საბიუჯეტო კანონის დარღვევით შეესყიდათ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრობიდან ანგლო ოილისათვის 46 მილიონი დოლარის ელექტროენერგია დაახმარებოდნენ ამ ელექტროენერგიის რეალიზაციაში და ენერგოობიექტების პრივატიზების პროცესში მონაწილეობაში. ეს მაშინ, როცა ვალის აუდიტი მხოლოდ ახლა დაინიშნა და მისი ოდენობა დაზუსტებული არ არის. გარდა ამისა არსებობს იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ კი მინისტრის მოადგილის ირაკლი ოქრუაშვილის დასკვნა, რომელიც ასაბუთებს საერთოდ ანგლო ოილისა და საქენერგოს შორის კონტრაქტის ბათილობას. კიდევ ერთი, თუ ელექტროენერგიას ანგლო ოილს შეუძენენ საბითუმო ბაზარზე შეწონილი ტარიფით 2.7 თეთრად და გადასცემენ საკუთრებაში, ის ამ ელექტროენერგიას გაყიდის და თურქეთში 4 ცენტად, ანუ მიიღებს თავისი ვალის ჰიპოთეტურ
$46 მილიონ ორჯერ და კიდევ უფრო მეტს და გადაფარავს კატეკოს მომგებიან რეკორდს. ეს მომენტი ბრძანებულების პროექტებში ცალსაღად არ იყო განსაზღვრული იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრის მოადგილე ირაკლი ოქრუაშვილმა პროექტს ვიზა არ დაადო, რის შედეგადაც ის შეიცვალა და ვიზა მიიღო ბრძანებულების პროექტმა, რომელშიც მხოლოდ დივიდენდების ნაწილის პირდაპირ გადაცემაზეა საუბარი. ახვლედიან სერიოზული პრეტენზიები აქვს საკურორტო ზონებში მიწების ფლობაზე არსებული ინფორმაციით მის კლანს ეკუთვნის აურაცხელი მიწები ბაკურიანსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. არ იგულისხმება აჭარის ტერიტორია. 1, 2, 3 კაპიტანი. სინამდვილეში სქემა ძმისშვილ მძახალ სიძე არასწორია. ზემოთ ჩამონათვალთაგან ტრიუმვირატის ნამდვილი მმართველი წევრი მხოლოდ ძმისშვილია და მმართველთაგან ის სულაც არ არის შევარდნაძის ყველაზე ახლო ნათესავი. აბრევიატურაში მაგთი პრეზიდენტის სიძე გიას მხოლოდ ერთი ასო ეკუთვნის GT. შევარდნაძის მანანას შვილის პირველი ქორწინებიდან თამონიასია, ხოლო პირველი ორი მა რაღა თქმა უნდა თავად ქალიშვილს მანანას წარმოადგენს და ასევე რაღა თქმა უნდა მწვანე შუქსა და ყველა პრივილეგიას კომპანია პირველ რიგში ამ 200-ს მეშვეობით იღებს, ხსენებული G მხოლოდ ოპერატორია, ხოლო ის რომ ოფიციალურად ქალბატონი მანანა მხოლოდ საქმე-ტელეფილმს ბჭყალებში ხელმძღვანელობს, ქმნის დამატებით ალიბს. შევარდნაძის ვაჟს პაატას საერთოდ რკინის ალიბი აქვს. ის სულად საქართველოში კი არა, საფრანგეთში ცხოვრობს, მუშაობს იუნესკოში, არატრადიციული ენერგეტიკის კომისიაში, მაგრამ საქართველოში მას ჰყავს ისევ მშვენიერი ოპერატორი სიმამრი, თუმცა ახვლედიანების მამოძრავებელ ძალად პაატას მეუღლესაც ასახელებენ, რომელმაც იცის მაგიური სიტყვა პაატას სიტყვა, რომელიც მის წინაშე ყველა კარს ხსნის, ასე რომ ტრიუმვირატის სწორი სქემა გამოისახება ასე ვაჟი, ქალიშვილი, ძმისშვილი. მაგრამ ტრიუმვირატი საკმაოდ არამყარი და მყიფე კონსტრუქციისაა. 3 კლანიდან თითოეული უზომო გაიზარდა და მათ დაიწყეს ერთმანეთის ბიზნესის გადაფარვა და უკვე სახეზია ღია ქიშპი ჯოხთაფერიძე პროკურატურაში უჩივის ახვლედიანს, გამომძიებელი რომელსაც ორივე მხრიდან ამუშავებენ სიგიჟის პირასაა. იგივე ახვლედიანს ღია ტექსტით ტელევიზიის უპირისპირდება ნუგზარ შევარდნაძე. საოცარია ეგრეთ წოდებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ნიკო ლეკიშვილის ოსტატობა, რომელიც ახერხებს ერთნაირად კარგ დამოკიდებულებაში იყოს როგორც ახვლედიანთან, ისევე ჯოხთაბერიძესთან და ორივე მათგანის ბიზნეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. მის მსგავსად საქართველოში პრაქტიკულად ყველა მსხვილი ბიზნესმენი 3-დან მინიმუმ 1 კლანთან მაინცაა დაკავშირებული, მაგრამ 3 კლანის დაპირისპირებაში გამარჯვებული უკვე იკვეთება და რაღა თქმა უნდა ახვლედიანის კლანია. ეს ელემენტარული ლოგიკის ამბავია, ბუნების კანონია, პაატა შევარდნაძის ვაჟია და ოჯახის მომავალი უფროსი, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თქვენ თუ გაიგებთ, რომ მთელი სვლით მიდის მაგთიში ჯოხთაბერძის წილების პაატაზე გადაფორმება. უკაცრავად. კატეგორიული თხოვნა, შევარდნაძის უცნაური რეზოლუციები. ასეთია საკანონმდებლო ვაკუუმში ჩვენს მიერ მოპოვებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციებისა და მოარული ხმების ნაზავი. ასეთია ინფორმაცია განსჯისათვის, მოყვანილი მექანიზმების მუშაობისათვის სულაც არ არის აუცილებელი საქმეში შევარდნაძის პირდაპირ ჩარევა. ქართული კონიუნქტურა თავისთავად ითვალისწინებს პატრონის ახლობლებისადმი დამთმო პოზიციას. ალბათ ჩინოვნიკთა ასეთი წესით მუშაობა თუ იწვევს ხოლმე ოჯახურად მიჩნეულ საქმეებზე შევარდნაძის მომთხოვნ მკაცრ და ზოგჯერ მოულოდნელ რეზოლუციებს, რომელთაგან ზოგიერთს აქვე წარმოგიდგენთ. პირველი რეზოლუცია დადებული დავით შალიკაშვილის თავხედურ წერილზე. გია არსენიშვილს, ვანო ჩხარტიშვილს, მაჭავარიანს, უკლებას და მირცხულავას, დავით მირცხულავას. მიხელ მაჭავარიანს, უკლებას და დავით მირცხულავას. შაშიაშვილის მონაწილეობით ოპერატულად შეისწავლეთ და შალიკაშვილის მიერ დაყენებული საკითხები დაასახელეთ ღონისძიებები ფეროშენადობთა ქარხნისათვის ნორმალური პირობების შექმნისათვის. საკითხის სასწრაფოა წავიდეთ ზოგიერთი არაორდინალურ გადაწყვეტილებაზეც გავითვალისწინოთ, რომ ზესტაფონის ქარხნის მუშაობაზე დიდადაა დამოკიდებული ჭიათურის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ვადა 10 დღე ჭალები დახურულია. მეორე დადებულია ანგლო ოილის საქართველოში წარმომადგენლის ვინმე
კვანჭახაძის წერილზე დავით მოცულავას ზურაბ ნოღაიდელს ამ საკითხზე ჩემი არაერთის დავალება უკვე მიღებული გაქვთ 10 დღეში წარმოადგინეთ მოქმედების პროგრამა თქვენ გახსოვთ ჩემი შეხვედრა ამ ბანკის ხელმძღვანელობასთან მას შემდეგ როგორც გავიგე თითზე არ დაგიკარებიათ მესამე დადებულია მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრ მერაბ ჩენკელის წერილზე გია არსენიშვილს ვთხოვთ ხვალვე მოიწვიოთ თქვენთან მერაბ ჩენკელი ზურაბ ნოღაიდელი ირაკლი მანაგაძე ელიზბარ ერისთავი მიხეილ სააკაშვილი და მისი მოადგილე გადაეცით ჩემი კატეგორიული თხოვნა ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტებს წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით ჩემი ხელმოწერით დავადასტურო ჩვენი თანხმობა ინვესტორის და ბანკის მიერ დასმულ საკითხებზე დრო რომ მქონდეს მე შევკრებდი მინდა ისიც გაცნობოთ რომ აქ არავითარი უკანონობა არ არის საქმე კი ისტორიული მნიშვნელობისაა მომახსენეთ ჭალები დახურულია აქ უნებლიეთ გაგახსენდება შევარდნაძის ცნობილი სიტყვები ნათქვამი მაქტიკომის პრეზიდენციაზე აბრევიატურაში მაქტი 100-ს მის შვილიშვილს თამუნას ეკუთვნის ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე გაკეთდა ჭალები დაიხურა შევარდნაძე ღმერთს ესაუბრება დაისი რაელის საქართველოს უახლოეს მომავალში და საერთოდ არსებობს კი ეს მომავალი? ამ დღეებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების როცმა ბატონმა იალოვიცმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება 3 წელიწადში ვერ მიაღწევს რეალურ შედეგს კორუფციასთან ბრძოლაში, მაშინ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა შეწყვეტს არსებობას, თორე ამანამდე არსებობდა. ვეთანხმები ყოფილი ელჩის განცხადების პათოსს, მაგრამ ვერ დავეთანხმები მოყვალნილ ვადას. ჩემი ღრმა რწმენით და ელემენტარული ლოგიკის მოშველიებით თუ დაუყოვნებლივ არ იქნა მიღებული უსწრაფესი და რადიკალური ზომები კორუფციასთან ბრძოლისა და ინსტიტუციონალური რეფორმებისა, რომლებიც განუხორციელებელია მაპატიეთ საკადრო ცვლილებების გარეშე, მიმართულებით ქვეყანა ამოწურავს თავის თავს უკვე ამ შემოდგომაზე. უბრალოდ შეუძლებელია ქვეყნის არსებობა, როდესაც ლაპარაკი აღარაა კოორდინირებულ მოქმედებაზე, არც ერთი სახელმწიფო რგოლი თავისთავად აღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ქვეყანაში აბსოლუტური სრული სტაგნაცია, ჩნდება ვაკუუმი, რომლის შევსებაც ბუნებრივია შევსებაცაც ესწრება ის, ვინც ამაზე მოდიბილს ცდილობს რუსეთი. ამისი ყველა ნიშანი უკვე არსებობს დაწყებული პანკისში, განლაგებული ჩეშნებიდან, აჭარაში რუსული სამხედრო ტექნიკის უკანონო გადაადგილებითა და დამთავრებული აფხაზეთის თემაზე ახალი ისტერიის გაჩაღებით. შევარდნაძე ამ დროს ღმერთს ესაუბრება, მაგრამ ამ საუბრებიდან რაიმე გასაგები დასკვნა ვერ გამოაქვს. ოდესაც ბერლინის კედლის დამანგრეველმა დღეს საკუთარ სამშობლოში ბჭყალებში თავიდანვე აღმართა უამრავი კედელი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, საკუთარ თავსა და საკუთარ პარტიას შორის, დიდებსა და ღარიბებს შორის. ამ კედლების დანგრევა მას აღარ ძალუძს, ის დაისის შვილია, უშველებელი საზარელი იმპერიის დაისისა, ის ცვლილებები რაც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახორციელა, მისი მაქსიმუმია უფრო ძირეული ცვლილებები მისთვის გაუგებარი და მიუღწევადია. როგორც ჩანს, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამის შემდგომ სამი კლანის მმართველობის დასრულების შემდეგი იქნება. შესაძლოა შევარდნაძეს ეს ესმის, მაგრამ რადგან ამის საწინააღმდეგო ქმედებას ვერ ატარებს, მოვლენებზე ცინიზმის საუბრობს და პრაქტიკულად ჩვენ მთელ საზოგადოებას დაგვცინის. გვიყვება რა დაუჯერებელ ამბებს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისა და უზრუნელ ცხოვრებაზე, მაგრამ ვეჭვობთ მას საქმე სასაცილოდ კონდეს. საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ მისი ძალაუფლების უზენაესობაც, რომლის შენარჩუნებასაც მან ეს ქვეყანა გადააყოლა. შევარდნაძის დღევანდელი მესაიდუმლეები, კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ვახტანგ ქუთათელაძე, ვაჟა ლორთიბანიძე, ასლან აბაშიძე და მთელი ფსევდოოპოზიცია ირინა სარიშვილის მეთაურობით მას რეაქციის მორევისაკენ ეკაჩებიან, მაგრამ როგორც კი მთავარ მიზანს ქვეყანაში მეორე პირის სტატუსის მომნიჭებელი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის ხელში ჩაგდებას მიაღწევენ, თავს თავისუფლად იგრძნობენ და უმალ გაახსენდებათ, რომ შევარდნაძე ღმერთს ესაუბრება და ცოდვილად ბუნებრივია გაუჩნდებათ ეჭვი, რომ ღმერთმა შევარდნაძეს შესაძლოა მათი გადაყენება მოსთხოვოს. აი მაშინ ისინი ნებისმიერ მომენტში შეძლებენ შევარდნაძე უვადო შებულებაში გაგზავნონ. ვთქვათ ლიკანში ეს აბსოლუტურად რეალური პერსპექტივაა. თუ ეს საქმე განხორციელდა, სულ ცოტა ხანში აღარავის ემახსოვრება საქართველოში შევარდნაძე და მისი სამი კლანი. წესით შევარდნაძე ამას უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში არც ერთი წესი აღარ მუშაობს. გაცავთ.
შევარდნაძის დიდი ოჯახის აგონია. სანათესაოზე ახალი ვერსიის ნომერში ვრცლად ვისაუბრეთ, ამიტომ ნაცნობი გვარების გამეორებით თავს აღარ შეგაწყვეტ, მხოლოდ იმას გაგამდობთ, რომ ჩვენი ვარაუდები გამართდა, სანათესაო ოჯახი უკვე საკმაოდ აგრესიული სახით მოქმედებს, იმის წინასწარმეტყველება ადვილი იყო, რომ შევარდნაძის მმართველობის დასასრულის მოახლოებასთან ერთად მისი სანათესაოების ხმადა და ძალისხმევა აუცილებლად გაიზრდებოდა და ისიც შევარდნაძის მმართველობის დასასრულის მოახლოებას პირდაპირ პროპორციულად იზრდებოდა, უფრო მეტის მოხვეჭის სურვილი ძალიან სწრაფად ჩნდება, ცნობილია, რომ ხალხი პანიკაშია, აქვს შეგრძნება, რომ შეიძლება ეს ყველაფერი უცებ შეწყდეს და ამიტომ ძალიან სწრაფად ცდილობენ თანხების დაგროვებას. თუ თქვა ცნობილ ოჯახური პროექტები თავის დროზე 12 თვეში ერთხელ ჩნდებოდა, დღეს პრაქტიკულად კვირაში ერთხელ მაინც გვაქვს მათთან საქმე. ოჯახში პანიკა დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე დიდი პანიკაა, თორემ შიში ოჯახს ყოველთვის რომ ჰქონდა, ამის საუკეთესო მაგალითია ჯოხთა ბერიძეების 10 მეტრიანი გალავანი საგურამოში. ეს არის მათი შიშის მატერიალიზებული გამოხატულება, თუმცა როცა დრო მოვა, მათ ეს გალავანი ვერ უშველით, როგორც ჩანს, ამასაც უკვე კარგად გრძნობენ და ამიტომაც შიშობენ. უამრავი წყაროებიდან გადამოწვეული ინფორმაციით თავად შევარდნაძის უკვე რამოდენიმე თვეა პოსტის დატოვება სურს, ორი გადამწყვეტი გარემოება, რაც მას ამ ნაბიჯის გადადგმას უკრძალავს. პირველ რიგში მისი ნათესავები და აქედან გამომდინარე ის, რომ შევარდნაძე ვერ ჩამოყალიბდა ყველაზე არსების საკითხზე, ვინ უნდა დატოვოს, მე მკვიდრეთ, პრინციპში შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ამ წყობის ადამიანი ბოლომდე ამ საკითხზე ვერ ჩამოყალიბდება, რადგან მიუმუდმივად ექნება უნდობლობა, შიში და ასე შემდეგ. იგივე თავისი დიდი ოჯახის წევრების მიმართ, რა თქმა უნდა, მე მკვიდრეთ მუდმივად მოიაზრებოდა ამ დიდი ოჯახიდან რომელიმე თანამდებობის პირი, იმდენად, რამდენადაც ყველას სწრაფად მიხვდა, რომ უპერსპექტივოა წმინდა ნათესაობა, საგარეულო მემკვიდრეობის თემა, ანუ პაატას გამეფება საქართველოში, ამდენად ყველაფერი ფართო ოჯახზე იყო გათვლილი, მაგრამ სამი წერტილი. სულ რამოდენიმე თვეში შევარდნაძის ფართო ოჯახი ძალზე დავიწოვდა, ბერმა ეს ოჯახი უკვე დატოვა, ზოგმა ფიზიკურად, ზოგმა თანამდებობრივად, რამოდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით კი ოჯახი ჯერ კიდევ დიდი და მხიარული იყო. სამი ვაგონი ოჯახისათვის. ნოემბერში ოჯახმა დაკარგა არა ფავორიტი, მაგრამ ლოკომოტივი კახა თარგამაძე და მასთან ერთად დააიმსხვა დიდი გეგმაც. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის კახა თარგამაძის მიმართ არავითარი სიმპათია არ ჰქონია. უფრო მეტის ბოლო ეტაპზე შევარდნაძის აშკარად ეშინოდა მისი თავის მხრივ ყოფილი რკინისკაცი საკმაოდ აგრესიულად ახდენდა თავის ყოველი შემძლეობის დემონსტრირებას ისეთი სიტყვის წამოძახილებით, რასაც მანამდე ვერ გაბედავდა, თან საუბრობდა შევარდნაძის თანდასწრებით, თუმცა ასეთმა რქებით წასვლამ სადამდეც მიიყვანა, ესეც ვნახეთ. დიდი ოჯახის ყოველ წევრს აუცილებლად აქვს კავშირი ვიწრო ოჯახის, ანუ სანათესაოს რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელთან. კახა თარგამაძისათვის ასეთი ფიგურა იყო ნუგზარ შევარდნაძე, მისი ბავშვობის მეგობარი. ისინი ხშირად იყვნენ ერთად კომკავშირში თუ პოლიციაში, შემდეგ უკვე საერთო სიგარეტის ბიზნესი ომეგა გამართეს, იყო სხვა ბიზნესებიც, ეს იყო პირდაპირ ბმა ნუგზარის ჯაჭვი ქალბატონ ნანული შევარდნაძემდე მიდიოდა. სწორედ ამიტომ, როგორც არაერთხელ აღინიშნა, კახა თარგამაძე ძმაკაცის კვალდაკვალ პირველ ბიცოლას ეძახდა. ერთი სიტყვით კახა თარგამაძის პირველი შესავალი შევარდნაძესა ოჯახში ნუგზარ შევარდნაძე იყო. ეს ურთიერთობა მთელ სანათესაოს კინაღამ ცუდად დაუჯდა. პრაქტიკულად კახა თარგამაძის ხაზს რომ გაემარჯვა, შევარდნაძე აუცილებლად მალე ჩამოსცილდებოდა ხელისუფლებას. რაც შეეხება სანათესაოს სხვა შტოებს, აქაც საეჭვოა ნუგზარის გარდა ვინმეს რეალურად გაეხარა, რადგან იქაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირებებია. სრულად ცალსახაა შევარდნაძის ვიწრო ოჯახის სამი შტო, პაატა, მანანა და ნუგზარი. პაატა შტოს ოპერატორებად შეიძლება მოვიაზროთ ახვლედიანები, იხილეთ სქემა მეოთხე გვერდზე. თავდაპირველად იყო გურამი, ახლა უკვე მისი შვილი გოგი, ყოველივე უკვე გაცხადებულად. ხდება ცნობილია, რომ ამ კლანის ლოკომოტივი არის პაატას მეუღლე ნინო ახვლედიანი, ნათელი ტვინის პატრონი. მეორე შტოში, რამდენადაც გია ჯოხთაფერიძეც ვერც ტვინად მოიაზრებს და ვერც ბიზნესმენად, თავად შევარდნაძის ქალიშვილი მანანაა ლოკომოტივისა და ერთადერთი ფაქტორიც, რომელიც რაღაცნაირად აცოცხლებს ჯოხთაფერიძეების ფენომენს. თავისთავად ეს კაცი ბიზნესში უკვე 1000-ჯერ დაღუპული უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარულად საკუთარ თავს კონტროლს ვერ უწევს. მესამე შტოა
შევარდნაძის ძმის შვილის ნუგზარის კლანი, სადაც ის ამაყ სიმარტოვეში ბატონობს. ნუგზართან ერთად მოიაზრება მისი ძმა ცეზარი, რომელიც პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს. იგი ყოველთვის პრობლემატური ძმა იყო, რომელიც მურტალოსავით რუსეთში მუშაობდა და საქართველოს ხელისუფლებას არ აწუხებდა ერთ-ერთი ინფორმაციის საზღვარგარეთ, კერძოდ კვიპროსში პატიმრობიდან $4 მილიონ გამოხსნის შემდეგ ნუგზარმა იგი მასთან ახლოს დაასაქმა დღევადი გაზის ბიზნესში. მაპატიეთ მესამე კაკო შევარდნაძე, რომელიც ძმებთან არ ლაპარაკობს, თუმცა მომცრო ბიზნესს არც ის თაკილობს. სხვათა შორის ამ ბოლო დროს მისმა სახელმა გაიჟღერა წყლებთან დაკავშირებითაც, რამდენად ცნობილია ინტერესი აქვს მინერალური წყლების, სასმელი წყლების ბიზნესისაგან, თუმცა ჯერჯერობით სერიოზულ ფიგურად ვერ გამოიკვეთა. თავისთავად ამ სამ კლანს შორის პირდაპირ შთამომავლისა, ანუ შემდგომი ოჯახის მმართველის პაატას გამეფება საკმაოდ აქტიურად ხდება და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მისი კლანი ტიტანთა ბრძოლაში უდავო ლიდერია. ყველაზე დიდი დარტყმა ამ შტოს გაბატონებამ მიეყენა ნუგზარის კლანს. ბენზინის ანუ ნავთობპროდუქტების ბიზნეს ეს უკანასკნელი აბსოლუტურად დაიჩაგრა, ისევე როგორც ძალიან ბევრი მისი ბიზნესი გადაიფარა პაატას კლანის მიერ. და უთხარით, რომ ის პარიზში არის და თურმე იუნესკოში მუშაობს. და ეს არის ის მსოფლიომ და ეს არის ცოტა მსოფლიომ. ამ შტომ თავისი თვით მანანა ჯოხთაბერიძის კლანი შეავიწროა. იქნებ ეს ფეროში ბჭყალებში თუ სხვაგან არის მონაცემები, რომ აქთიში ჯოხთაბერიძის წილების გადაფორმება ხდება პაატაზე, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ახვლედიანების ბიზნესების თავისებურება ის არის, მიუხედავად მათი ბიზნესის საეჭვო წარმომავლობისა, რომ მათ აქვთ უფრო მეტი მცდელობა და ბუნებრივია, რომ უფრო მეტი საშუალებაც თავიანთი ბიზნესები დააფუძნონ შევარდნაძის ბრძანებულებებზე. ალბათ შევარდნაძის ბრძანებულება და ყველაზე მეტი წილი ლობირებულია სწორედ ახვლედიანების მიერ, ანუ შევარდნაძის ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში ეს ხალხი აყენებს, რადგან პრინციპში ყველა ასეთი ბრძანებულება უკანონოა, როგორც წესი, უბრალოდ საეჭვო კი არა, პირდაპირ უკანონო. მეორე თავისებურება ის არის, რომ ბიზნესის თითოეული მიმართულება ძალიან მოკლევადიანი და არაპერსპექტიული. აქ საუბარია სწრაფ და დიდ ამოღებაზე, ანუ უბრალოდ ფულის გათეთრებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ შტოს მთავარი მიმართულება, რომელსაც არასოდეს არაფერში გასწვიან, არის ფოთის სპორტი. ეს არის აბსოლუტური და განუყოფელი პრიორიტეტი, რომელსაც თავისუფლად ანაცვლებენ ნებისმიერ სხვა ბიზნესს. ამის თავად ახვლედიანები აღიარებენ. ფოთის სპორტის უფროსი ჯემალ ინაიშვილი უპირობეთ ახვლედიანების კადრია. ასე რომ შეიძლება ითქვას, ფოთის სპორტს მთლიანად ეს ხალხი აკონტროლებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კერძო საუბრებში ამას არც მალავენ. ჯოხთაბერიძის ბიზნესი ერთი შეხედვით თითქოს უფრო ლეგალიზებულია, იმიტომ რომ ოფიციალური ფირმა არსებობს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ზედაპირული შეხედულება, რადგან სიღრმეში თუ ჩავიხედავთ, ნახავთ, რომ იგივე ამ ოფიციალურ ფირმას ძალიან ბევრი არაპირდაპირი შვილობილი ან რაღაც ჩანაცვლებადი ფირმები აქვს და სიღრმეში ისინი შავ ბიზნესში მონაწილეობენ. იქნება ეს ენერგეტიკა, ქიმიური წარმოება თუ სხვა რაღაც სატელეკომუნიკაციო ბიზნეს შეეხება, ანუ ჯოხთაბერიძე სიამაყე მაქტიკომს, აქაც შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მთელი ეს ბიზნესი დამყარებულია აბსოლუტურად კაბალურ, ძალადობრივ ხელშეკრულებებზე. ამის უამრავი მასალა არსებობს, რომელიც წარმოდგენა პრობლემა არ არის, ეს ხელშეკრულებები სახელმწიფოსა და სხვა კერძო სტრუქტურების მიმართ კაბალურია. ეს ჯოხთაბერიძის მუშაობის პრინციპია, ის არ ერიდება სატელეფონო ზარებში იმის ხაზგასმას, რომ შევარდნაძის სიძია და შეუძლია უშიშროებას გადააგზეს და ასე შემდეგ. შევარდნაძე კი რომ თავმოყარე კაცი რომ იყოს, ასეთ რაღაცას არ აკადრებინებდა საკუთარ სიზეს, უბრალოდ სირცხვილია უშიშროებით. ჯოხთაბერიძემ შეუძლია თავისი ნათესავები შეაშინოს, მაგრამ თავისთავად ამის კადრება ძალზე ულამაზოა. ერთი სიტყვით, შევარდნაძის ბიოლოგიური ოჯახი ამ სამი შტოსაგან შედგება და შესაბამისად შემდგომ უკვე დიდი ოჯახის თითოეული წევრი რაღაცნაირად უკავშირდება ამ სამი შტოს რომელიღაც წარმოადგენს. პრინციპში თარგამაძე ბოლო ეტაპამდე მაინც იყო ის ფიგურა, რომელსაც უფლება ჰქონდა ჩარეულიყო შიდა ნათესაურ გარჩევებში. ამ გარჩევებს აწარმოებდა ნუგზარი. ექსერკინის კაცი,
კი თავის ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. Რაღაცნაირ დახმარებას ნუგზარ თარგამაძე ამ ბრძოლაში რომ უწევდა, ფაქტია, ის საკმაოდ ამბიციური კაცია და ალბათ რაღაც ეტაპზე ახვლედიანების ანგარიშს აღარ გაუწეულდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ბარიერი ვეღარ გადალახა. ძლიერი თარგამაძე თვით ბიოლოგიური ოჯახი ძლიერი ახვლედიანების კლანისათვის კი იქნებოდა საშიში, სანათესო კლანი პრინციპში გადარჩა, როდესაც თარგამაძემ ვერ დაიკმაყოფილა თავისი ამბიციები. საფიქრებელია, რომ კახა თარგამაძის სახელმწიფო ხელისუფლებიდან ჩამოშორება ოჯახის გადაწყვეტილებაც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში შევარდნაძის ბოლო დღეებში ამის სურვილი აშკარად ჰქონდა. პირდაპირ ამბობდა, რა ვქნა, ეს კაცი არ აწერ დგას გადადგომაზე ხელს და მე ძალით ვერ მომაწერინებო. აქ უფრო მეტის შიშის ფაქტორი მუშაობდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების სურვილი უკვე რეალურად არსებობდა. საით მივყავართ მატარებლის ლიანდაგს, ანუ როგორ ჩაიშალა შეთქმულება. ნოემბრისათვის ქვეყანაში არსებობდა რუსული გეკაჩეპეს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის ტიპის ჯგუფი. ამ ჯგუფის ფლაგმანი იყო კახა თარგამაძე. ასევე მასთან სრულიად ცალხალხად იყო გია მეფარიშვილი. პრაქტიკულად უკვე ამ ჯგუფში იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მოახერხა მანევრის გაკეთება და უკან გადანაცვლება კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა. უშიშროების მაშინდელი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძის მონაწილეობდა მეტნაკლებად, თუმცა ის დანარჩენებზე მეტად სუსტი იყო. მანო ჩარტიშვილი ახლებთან ჭალებში აქტიურად თანამშრომლობით უფრო თარგამაძის თანასწორ ფიგურად შეგვიძლია განვიხილოთ. მარჯვენა ხელი კი საბოლოო ჯამში მაინც მეფარიშვილი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა ბადი პატარკაციშვილი. ამ ჯგუფს გეკაჩეპეს ფრჩილებში დიდი გეგმა დაგვირგვინდებოდა გამარჯვებით, რომ გასულოდათ რუსთავი 2-ის ეპიზოდი. ეს ალბათ ყველას გახსოვთ, იქ გადადგომის სპექტაკლი რო გაითამაშა ზანაზან ანტონიანმა, აი ალბათ ეს დაიწყება. რუსთავი 2-ის ეპიზოდი. ეს მათ უხსნიდა გზას თავისი ბნელი საქმეების სიბნელეში, ანუ რუსთავი 2-ის ბლოკირებით შექმნილ საინფორმაციო ვაკუუმში ეკეთებინათ საქმეები კი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე გამზადებული ჰქონდათ. ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა გაექვოთ, საუბარია დაახლოებით იმაზე, ვის წარმოდგენასაც შეეცადა მეფარიშვილი თავის ცნობილ გამოქვეყნებულ დასკვნაში, ცოტა ტრანსფორმირებული სახით უკვე მათი მარცხის შემდეგ. აქ საფიქრებელია, რიგ შემთხვევებში იქნებოდა პირდაპირ დაპატიმრებების გზა, სხვაგან კი დაშინებისა და შანტაჟისა, ანუ რუსთავი 2-ის ბლოკირებას ისინი მოახერხებდნენ საინფორმაციო ომის მოგებას და ამ ვაკუუმში უკვე ხელები ეხსნებოდათ უკანონობის ღიად და მლაღად ჩასატარებლად. მათი შემდგომი სქემა საფიქრებელი იქნებოდა ასეთი. ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე გახდებოდა ვაჟა ლორთიფანიძე. შემდგომ უკვე განიხილებოდა შევარდნაძის შესაძლო შემცვლელი, თუნდაც დროებითი. მინისტრა ეგრეთ წოდებული კაბინეტის შემოტანის გზით ეს იქნებოდა პრემიერ-მინისტრი. თავად პრემიერ-მინისტრის რამდენიმე ვერსია იყო შესაძლებელი. იყო პრემიერად იგივე მამუკა ხაზარაძის მოყვანა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ ექნებოდა საფუძველი იმის თქმისა, ხელისუფლება შეიცვალა, ანუ ძველი ცოდვები ამ ხალხზე არ გადმოვიდოდა. ამის შემდეგ კი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კახა თარგამაძეს არავის დაუთმობდა პრეზიდენტის პოსტს. ამგვარად რეალური ხელისუფლება გადავიდოდა თარგამაძის დაჯგუფების ხელში. ყველა შემთხვევაში ასეთი ტიპის შეთქმულება შევარდნაძის წინააღმდეგ არის მიმართული და რა თქმა უნდა გარკვეული გარანტიები ოჯახის მიმართ გაიცემოდა. თქვათ შეიძლება ოჯახის ინტერესები დაკმაყოფილებულიყო რაღაც პრივილეგიების შენარჩუნებით, მაგრამ თავად შევარდნაძე ვერც ერთი ასეთი სქემიდან რომ ვერ მოიგებს, ესეც ფაქტია. იგივე ოჯახი, ანუ სანათესაო ბიოლოგიური ოჯახი საჭიროების შემთხვევაში მას საკმაოდ მშვიდად გაყიდის. ეს ოჯახი მიიღებდა ხელშეუხებლობის გარანტიებს. ეს იგივე რუსული სქემა, რომელიც პუტინის აღზევებისას განხორციელდა, ალბათ მოვლენებს საქართველოშიც იგივე გაგრძელება ექნებოდა, მაგრამ ბევრმა ოლიგარქმა, რომელმაც ხელი შეუწყო ელცინის პუტინის ჩანაცვლებას, შემდგომში ძალიან ინანა, ისიც პუტინმა არა. ისინი პუტინმა არა. წუთით აი ეს არის კიდევ შევარდნაძის აბლაბუდა. მე უბრალოდ წაგიკითხავთ აქ რაც არის, უბრალოდ გაიშალა ეს სქემა, გაიშალა და ესე იგი შევარდნაძე და ნანული ცაგალაევა. შევარდნაძე, ირაკლი მიანაღარაშვილი, ლევან მამალაძე, ბადი ხატიძე, ბორის ზარალიძე, ირაკლი ანდრიაძე, ანზორ ბუნჯანაძე,
შევარდნაძის ხელისმომკიდე პურპურთების კორპორაციის დირექტორი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე ვადი ბიძაძე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე შემდეგი მოდის ისევ შევარდნაძის შოთა მეფარძე შევარდნაძის კლასელი თბილისის მთავარი მეტყევე მამუკა ნიკოლაიშვილი პაატა შევარდნაძის შემდეგ შევარდნაძის ვაჟი მამუკა ნიკოლაიშვილი საქენერგო გენერაციის დირექტორი გურამ ახვლედიანი საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მისი მძახალი შემდეგი არის კიდევ შემდეგი ის არის მიდის ვაჟა ლორთქიფანიძე დეპუტატი ყოფილი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მინისტრი თამაზ ხუროძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი რამაზ ხუროძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შემდეგი გახლავთ ნიკოლე ეკიშვილი დეპუტატი გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე შემდეგ მოდის ის არის ვანო ჩხარტიშვილი ჯერ შევარდნაძის ხაზს მეუყვები შემდეგ ნანული შევარდნაძის მფარველობის ქვეშ და ვინც მისი დამფინანსებლები იყვნენ და მისი მფარველობის ქვეშ საქართველოს როგორ ყიდიდნენ შემდეგი გახლავთ მის ვანო ჩხარტიშვილი შემდეგი არის კახა თარგამაძე ზაზა სიორიძე ვინც თვითონ ცნობილია იმათ სახელები იმათ თანამდებობებად არ ვკითხულობ შემდეგ არის ზაზა სიორიძე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე შემდეგ მოდის ვაჟა ლორთქიფანიძე პირდაპირ კავშირშია და ვაჟა ვანო ჩხარტიშვილი და ეს ყველაფერი შევარდნაძისთან მოდის ის არის ვაჟა ლორთქიფანიძე და ვაჟა ლორთქიფანიძიდან მოდის და ნიკოლე ეკიშვილიდან მოდის ის არის ვანო ჩხარტიშვილზე და გადავდივართ შემდეგ ბადი პატარკაციშვილიდან გადავდივართ ბორის ბერუზოვსკიზე იცით ვინც არის და შემდეგ ეს პატარკაციშვილი და ბერუზოვსკი ყველა კავშირშია რუშაილოსთან ეს არის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი შემდეგ რუშაილო პირდაპირ კავშირში არის შევარდნაძე ნიკოლე ეკიშვილი ვანო ჩხარტიშვილი კახა თარგამაძე გია მეფარიშვილი და გივი ჯაფარიძე გახლავთ კახა თარგამაძის ცოლის მამა ესე იგი სიმამრი ეხლა გადავედით ჩვენ იმაზე რა ქვია ნანული საგოლაევა შევარდნაძეზე ავთანდილ ჯორბენაძე კარგად იცით თქვენ ვინც იყო ამირან გამყრელიძე ჯანდაცვისა და სოციალურყოფის მინისტრი ზაზა შენგელია სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შეფი სესილი გოგიბერიძე ეგრეთ წოდებული კულტურის მინისტრი აკაკი ჩხაიძე რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე მედეა მეზრიშვილი თელავის გამგებელი გია ჯოხთაბერიძე შევარდნაძის და ეს ნანული საგოლაევა სიძე მანანა შევარდნაძის ქალიშვილი თემურ შაშიაშვილი იმერეთის გუბერნატორი პირდაპირ კავშირშია ნანული შევარდნაძესთან ედუარდ შევარდნაძესთან და მანანა შევარდნაძესთან ასევე გია ჯოხთაბერიძე პირდაპირ კავშირში არის სიგი გია კაკობერი გია ჯოხთაბერიძის მეჯვარე კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე რომელიც პირდაპირ კავშირშია გურამ ხმალაძესთან საქართველოს ტელეკომის გენერალურ დირექტორთან შემდეგი მოდის თამაზ მაღლაკელიძე რომელიც არის საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე შემდეგი იგი გადადის ზაზა სიორიძესთან შემდეგი ხაზი მოდის ნუგზარ შევარდნაძესთან რომელიც არის შევარდნაძის ძმის შვილი და პირდაპირ კავშირშია კახა თარგამაძესთან და შემდეგ უკვე ეს აი ასე გამოიყურება შემდეგ გადავდივართ ჩვენ მე-10 გვერდზე მე-7 გვერდიდან მხოლოდ გადააგდო მუდმივად დაპატიმრების საფრთხის ქვეშ ამყოფებს იგი ყოფილი შევარდნაძის ოჯახის იგივე შევარდნაძის ოჯახის არც თუ ისე მშვიდადაა რა თქმა უნდა მთელ სანათესაოს აქვს სახლი ნიცაში და იქ ცხოვრობენ მაგრამ ის გარანტიები რაც თავდაპირველად გაიცა დღეს რომ აღარ ხორციელდება ფაქტია სავარაუდოდ საქართველოში ანალოგიური სიტუაცია შეიქმნებოდა მით უფრო თუ თავად ამ სცენარის მთავარი გმირის თარგამაძის დიდ ამბიციებს გავითვალისწინებს. რატომ მარტო ნიცაში არა, ბადენ-ბადენში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და კიდევ სხვა სახელმწიფოში, თურქეთში, ავთან ის რაკენ მარგიანმა თავად აღმოაჩინა ის არაჩვეულებრივი ნაკრძალი, რომელშიც მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირების აქვს იქ შესვლის უფლება და ყიდვაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ავთანდილ მარგიანმა მოახერხა ეს შევარდნაძის დავალება
სახლები და იქ შეისყიდეს არაჩვეულებრივი სასახლეები, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს, იქ ვინ სახლობს მათ გვერდით, მათ სამეზობლოში არავინ არ იცის, იმიტომ რომ მათ მფლობელობაში არის რამოდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი იქ მდებარე სასახლითა და დიდი სათავსოებით და აუზებით და ასე შემდეგ. ასე რომ მათ ქონებას ჯერჯერობით საბოლოოდ ვერავინ არ ახსენს და საქართველოში კი რამდენ სასახლეს ფლობენ, ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. პატარკაციშვილი ბერეზოვსკის ფულს ხარჯავს. შემოდგომისათვის დაგეგმილ სქემას და მე თქვენ აქ შეგახსენებთ შევარდნაძის ეგრეთ წოდებულ წერილს ბატონი ვაჟასადმი. იქ სადაც ყველაფერი აშკარად არის გაცხადებული, აღარ წავიკითხავ და შეგიძლიათ ნახოთ ეს შეხვიდეთ საქართველოს უახლესი ისტორია და იქ იხილავთ ყველაფერს, რომელიც შესაძლებელი იქნება თქვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სახით. შემოდგომისათვის დაგეგმილ სქემას ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა პატარკაციშვილ ბერეზოვსკისაგან, როდესაც ვსაუბრობთ ბადე პატარკაციშვილზე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ იგი თავისთავად არ არის ძალიან დიდი კაპიტალის მფლობელი. რამდენიმე თვის წინ ბერეზოვსკი თავად წამოსდა, ისე არ არის თითქოს პატარკაციშვილი საკუთარ ფულს ხარჯავდეს, რომ სინამდვილეში ეს კაპიტალი თავად მას ბერეზოვსკის ეკუთვნის. ანუ რეალურად ეს დიდი კაპიტალი, რომელზეც მუდმივად არის საუბარი, ბერეზოვსკის კუთვნილებაა. მართალია ჩვენი კალიბრისათვის პატარკაციშვილი დიდი ფულის პატრონია, მაგრამ უფრო ბევრი აქვს ბერეზოვსკის. აუცილებლად უნდა გავერკვეთ, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის საქართველოში სასაცილოა, იმაზე საუბარი, რომ ეს ინტერესი იყო მაუტკამოლის კომბინატის შესყიდვა, რომელიც მის მარჯვენა ხელმა პატარკაციშვილმა შეიძინა მანეთ ერთლარად. რადგან ადრე იქ მუშაობდა ზეინკლად. ან იგივე დინამო საფიორა, რომელშიც სხვათა შორის არანაირი თანხა არ დაუხარჯეს პატარკაციშვილს. პრაქტიკულად აქ ბიუჯეტის ფულის შემოbrunება მოხდა და საერთოდ როგორც იკვეთება, პატარკაციშვილი მხოლოდ ფასადი იყო და მას არ უყიდია დინამო, ის რეალურად კახათ არგამაძე მიყიდა და პატარკაციშვილის სახელი გამოიყენა ოპერაციის დაფარვისათვის. რეალურად რომ ვთქვათ, პატარკაციშვილს დიდი ფული ჯერჯერობით საქართველოში არ დაუხარჯეს, იგივე თბილისის გაზის საფასური რაც გადაიხადა, ეს მხოლოდ კრედიტი იყო. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების სასახლე შეიძინა, მაგრამ ეს კი სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თავისთვის ყიდულობს ადამიანი რაღაცებს, ესეც კიდევ მოხდა რამოდენიმე ლარად და შევარდნაძის კი რასაკვირველია გადაუხადა დიდი თანხა. სინამდვილეში რეალური ინტერესი ერთადერთია, ჩემი აზრით ის ინტერესი იყო ნარკოტიკების ტრაფიკზე კონტროლის დამყარება, იმ ტრაფიკზე, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა იმის გამო, რომ პრაქტიკულად ავღანეთის ნარკოტიკების ტრაფიკის მთლიანი გადმონაცვლება ხდებოდა საქართველოზე და რა თქმა უნდა, ამაზე ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონდა ბერეზოვსკის, ვიდრე სხვა ნებისმიერ საქართველოში და რა თქმა უნდა, უმთავრესი ინტერესი სწორედ ამ ნარკოდინების გაკონტროლება იყო. პირდაპირი ანალოგიებია, რომელსაც ძიება არ სჭირდება ის პროცესები, რაც ახლა რუსეთში ხდება ბერეზოვსკის წინააღმდეგ, ნათელ რომ მას მუდმივად ჰქონდა კონტაქტი ჩეჩნებდა სხვადასხვა ოპერაციებისათვის ფინანსურ დახმარებას უწევდა და ამ შემთხვევაში შუამავალი, ანუ ის ვისაც ფული მიჰქონდა და მოჰქონდა, ყოველთვის იყო ბადე პატარკაციშვილი. დღეს ზუსტად იგივე სქემა ხორციელდება. საქართველოში პატარკაციშვილი უსუალოდ აქ არის, რომ კონტაქტი ჰქონდეს ამ ხალხთან, ხოლო ბერეზოვსკი მართავს იქიდან თავისთავად საქართველოში ჩეჩნების გამოყვანა აბსოლუტურად ინიცირებული იყო ორივე მხრიდან. ჩეჩნების პრობლემა პანკისში არ არსებობს. იქ 30 ჩეჩენია თუ 300, ისინი პრობლემას არ ქმნიან. აქეთ სწორედ იმ მიზეზით არიან განმუშებული, რომ პანკისში შექმნილიყო ხელოვნური ანკლავი. შემდეგ ეს უკვე გამოიყენეს ქართულმა სამართალდამცავებმა. პანკისის ხეობა, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნური ანკლავია, ისიც მოწმობს, რომ რეალურად ეს არ არის კლასიკური ხეობა, ანუ მას დაკეტილი აქვს მხოლოდ ერთი მხარე, სამი მხარე კი თავისუფალია. ანუ თუ შენ ხელოვნურად არ მოღობე, ის თავისთავად არ არის ხეობა. ეს მოღობა კი განხორციელდა აბსოლუტურად შეგნებულად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგივე ბერეზოვსკი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევდა იგივე გელაევის ჯგუფს, რომელიც გადმოვიდა პანკისში და შექმნა წინაპირობა ამ ანკლავის ჩამოსაყალიბებლად. მისთვის სჭირდებოდა ამ ჯგუფს საქართველოში ხელისუფლების შესვლა თავისთვის
შევარდნაძე ამ ოპერაციებში ან ნარკოტიკების ტრაფიკზე კონტროლის დამყარებაში ბერეზოვსკის დიდი ხელისშემსვლელი ვერ იქნებოდა, მაგრამ უბრალოდ შევარდნაძე უკვე თავად არის არასტაბილური და არასაიმედო. ჯერ ერთი იგი ხანში შესულია, გადაწყვეტილებას ველებულად ვეღარ იღებს. გარდა ამისა, თუ მასზე და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებოდა კახა თარგამაძის ჯგუფს, ასევე ექნებოდა სხვა შტოსაც, რა თქმა უნდა, თარგამაძის შტოს. ერჩივნა მთელი ეს პროცესი მთლიანად თავის ხელში აიღო, მაგრამ არსებობდა შესაძლებლობა ერთხელაც შევარდნაძე გადაეგდო. თუ გავიხსენებ თავად შევარდნაძის სიტყვებს, მან აღნიშნა, რომ თურმე ღმერთს ელაპარაკება ერთ მშვენიერ ღამეს შეიძლება ღმერთს ეთქვა შევარდნაძისთვის კახა თარგამაძე უნდა გადააგდო და ამხელა ჯაფა წყალში ჩაიყრებოდა. ბერეზოვსკი პატარკაციშვილს, რომლებიც დიდ ფულს ხარჯავდნენ იგივე პანკისის ოპერაციაში, საქართველოს ხელისუფლებისგან სჭირდებოდათ რეალური გარანტიები, რომელსაც ალბათ არსებულ პირობებში ნაკლებად მიიღებდნენ. ამდენად ეს იყო აბსოლუტურად ცალსახა ინტერესი და იგივე ამერიკელების ინტერესიც არის არა ჩეჩნების განადგურება და პანკისიდან განდევნა, არამედ ამ ნარკოტიკების ტრაფიკის ტერორისტების ძირითადი შემოსავლის აღკვეთა. ეს პირდაპირ თვალშისაცემია. დიდი იმედები. შევარდნაძის ფართო ოჯახი დღეს უკვე შეიძლება ითქვას დაშლის პირასაა, თავის დროზე კი მასში ბევრი მოქმედი მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე და სხვა მოხელე ნაჩალნიკი შედიოდა. გია მეფარდიშვილი შევარდნაძის დიდ ოჯახში სწორედ თარგამაძის მხრიდან შევიდა, თავდაპირველად ის სხვა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. ბადი პატარკაციშვილისაგან გამომდინარე თარგამაძის ჯგუფს უნდა მივაკუთვნოდა ვაჟა ლორთქიფანიძეც, თუმცა თარგამაძის ჯგუფი არ იყო ერთადერთი და უალტერნატივო. შევარდნაძის ოჯახში მის ჯგუფთან მუდმივად დაპირისპირებული საჯაიას გუნდი საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენდა. დღეს მიუხედავად ლიდერის და გარგვისა საჯაიას გუნდი ჯერ კიდევ მკვეთრად დომინანტურ პოზიციაშია. შეგვიძლია ცალკე განვიხილოთ ბადი ხატიძის ჯგუფი და ცალკე ავთანდილ ჯორბენაძისა, მაგრამ ახლა უმჯობესია ჯორბენაძე, ხატიძე, მენაღარიშვილის ჯგუფი ერთიანობაში განვიხილოთ. საჯაიას ჯგუფის თავისებურებები შემდეგი იყო. თავად საჯაია ბევრად უფრო კომფორტული თანამშრომელი იყო შევარდნაძისთვის ვიდრე თარგამაძე. ეს იყო კლასიკური კულუარული ფიგურა, რომელიც მკვეთრ მოძრაობას არასოდეს არ აკეთებდა და რეალურ საფრთხეს არ უქმნიდა შევარდნაძეს. მეორე, მუშაობდა საკმაოდ პროდუქტიულად. ფაქტია, რომ ნოემბრის აქციებმა თავის იქნა, მაგრამ თარგამაძის ჩამოცილების პროცესს სისტემის შიგნიდან რომ არ ჰქონოდა მხარდაჭერა, ის ბევრად გაძნელდებოდა. პირველ რიგში ეს მხარდაჭერა მოდიოდა თავად ნუგზარ საჯაიასგან. თვითონ თარგამაძისგანაც შევარდნაძისთან შეხვედრებზე ხშირად დაფიქსირებულია მკვეთრი ანტიპატია საჯაიას მიმართ, როცა ის გარკვეული საკითხების დამტკიცებას მოითხოვდა უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით. საჯაიამ პრინციპში ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა ამ მიმართულებით. სულმღრნიდან კითხვა, ვინ დაასახელა ჩემი კანდიდატურა ანტიკორუფციულ საბჭოში საბოლოოდ, როგორც გავიგე საჯაიამ დაასახელა. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ გათვლილი ნაბიჯი იყო იმდენად, რამდენადაც ერთი მხრივ ეს იყო პერიოდი, როდესაც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდით ამ ჯგუფს და მეორე მხრივ საჯაიამ მშვენივრად იცოდა, რომ თარგამაძის ნამდვილად ბოლომდე არ მოვეშვებოდით. ასეთ გათვლილ ნაბიჯებს ის მუდმივად გავდა. პრინციპში შედეგიც მიღწეული იქნა. პრაქტიკულად 100%-იანი თარგამაძის ჯგუფის ჩამოცილების შემდეგ გაირკვა, რომ ყველა საკონტროლო ადგილს ადგილი უჭირავს საჯაიას წარმომადგენელს. მეორე საკითხია, რომ თავისთავად ისინი არიან კულუარული ფიგურები, კულუარულ მუშაობას მიჩეული, არ თუ ძლიერი ხელმძღვანელები, არ თუ ძლიერი პიროვნებები, შეიძლება ითქვას ნაცისფერი ხალხი, ადამიანები, რომლებიც არ არიან მიჩეული საჯარო დებატებში მონაწილეობას. ეს მათი სისუსტეა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო დარტყმა მათი მხრიდან ბევრ დათმობას იწვევს. ისინი არიან საშუალო დონის პროფესიონალები, სწორედ ამით იყო შევარდნაძისათვის საჯაიას გუნდი უფრო მისაღები, ხალხი, რომელიც ზედმეტ პრობლემას არ ქმნიდა, ზედმეტი ამბიციები არ ჰქონდა და საერთოდ თავისთვის მუშაობდა. თუმცა მეორე მომენტი კი გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში ბალანსი მაინც ზედმეტად დაირღვა. ერთმა ჯგუფმა დაიკავა პრაქტიკულად ყველა წამყვანი ადგილი სახელმწიფოში და დაირღვა შევარდნაძის მთავარი პრიორიტეტი ჩვეული ბალანსი. უზენაესი სამართლის თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, სულხან მოლაშვილი, ყობან არჩემაშვილი, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი სულხან პაპაშვილი პრაქტიკულად
მთელი იუსტიცია საბჭო უშიშროების საბჭო მთლიანად ამ ჯგუფს ზოგადად ძალიან დიდ პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენებას მაინც ვერ ახერხებდნენ. ფიქრობთ ამ დისბალანსმა მაინც იმოქმედა საჯაიას საბოლოო ბედზე, მათ შორის ჩვენ შორს ვართ იმაზისაგან, რომ უშიშროების საბჭოს დივანი ვიღაცამ ფიზიკურად მოკლა, თუმცა პროცესი დაახლოებით ასე წარმოგვიდგენია. პირდაპირ გათვლა რა თქმა უნდა საჯაიას დისკრედიტაციაზე იყო, რათა იგი წასულიყო თანამდებობიდან, მაგრამ ეს კაცი გენეტიკურად მოდრეკილი აღმოჩნდა თვითმკვლელობისაკენ და ზეწოლას ვერ გაუძლო. ფიქრობთ კამპანიაში რაიმე არსებული ან არ არსებული ვიდეო მასალის შანტაჟიც ფიგურირებდა. კამპანიას კი ცალ-ცალხად აწარმოებდა კახეთ არგამაძე და ასლან აბაშიძე. საჯაიას ჩამოცილებით ორი ყველაზე დაინტერესებული ადამიანი, ერთი საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, მეორე კი ხელახალი აღზევების ბუნდოვანი იმედით და რა თქმა უნდა შურის ძიების გრძნობით გამსჭვალული. რა თქმა უნდა მხარდაჭერა რუსეთიდანაც იქნებოდა და ამ კონტექსტში იგივე რუშაილოს გახსენებაც შეიძლება, რომელიც კახათ არგამაძის გადამოლიც მაკაცია და რაღაც საოცარი დამთხევით კარიერის დასაწყისში წლების მანძილზე პრაქტიკულად ბერეზოვსკის მონა იყო. საჯაი იყო კლასიკური ჩინოვნიკი, მისი ინტერესი ყოველთვის იყო გავლენა, ეს გავლენა კი ან დიდი ან პატარა. საჯაიას არც პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონია და არც სხვა იდეა ფიქსი. მას უწოდებდნენ რუხ კარდინალს და როგორც ჩანს აკმაყოფილებდა კიდეც ეს სტატუსი. მისი ინტერესი იყო მისი სამუშაო. რამდენად ახლოს იყო საჯაია შევარდნაძის ოჯახთან ძნელი სათქმელია, მაგრამ შეიძლება ვისაუბროთ მისი გუნდის წევრების ოჯახთან სიახლოვეზე. პირველ რიგში ალბათ ეს არის დიდი ლადო ჭანტურია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია განიხილებოდა შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრედ. შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ იყო აშკარა მცდელობა ამ პიროვნების პრომოუშენის დაწყებისა. ეს კამპანია რაღაც ეტაპზე ორჯერვე შეწყდა. ამჯერად ლადო ჭანტურია გახლავთ გერმანიაში, რომელიც არის ძალიან დიდ თანამდებობაზე. გაერიდა ყველაფერს ამას, გაიქცა და თავს უშველა. სულხან მონაშვილი თუნდაც თანამდებობიდან და მისი ფიგურის მუდმივად მთავრობის წლისათვის გამოყენებიდან გამომდინარე არის ყველაზე სანათესაო დაკვეთის შემსრულებელი. ის შეიძლება არ არის ოჯახში მიღებული კაცი და შიდა წრის ადამიანი, მაგრამ ბეჯითად ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს სანათესაოსაგან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სულხან მონაშვილი ბეწვზე გადარჩენილი თარგამაძის ჯგუფის ბოლო აქტიურობის პერიოდში ის აშკარად მის მხარეს იჭერდა და პრაქტიკულად მის საწყის მფარველს საჯაიას პირდაპირ ღალატობდა, თუმცა თარგამაძის ჯგუფის ჩამოცილების შემდეგ მოახერხა უკან საჯაიას გუნდში დაბრუნება. შინაგან საქმეთა მინისტრი კობან არჩემაშვილი, თუმცა საჯაიას კაცი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქ თარგამაძის დროს მუშაობა მაინც თავისი კვალი დაამჩნია მას, გარდა ტექნიკური სიზნელებისა, აქვს იმ ტიპის სიზნელებიც, რაც თან სდევს ვთქვათ ამ სტრუქტურებში ასე თუ ისე გასვეს. აქ არ არის საუბარი, რომ ის მაღალ წილებშია, მაგრამ რაღაც მოქმედებები ალბათ მასეც გადადიოდა. ახლავე რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერიოზულ კორუფციულ კავშირებზე ამ პერიოდში თარგამაძის ჯგუფთან საუბარი არ არის. მაინც ნარჩევაშვილის მთავარი სისუსტე ისაა, რომ იყო გამომძიებელი, მას ძალიან უჭირს გამკლავება ოპერმუშაკებთან და თარგამაძის ჯგუფთან, რომელიც პოლიციაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. ეს არის მინისტრის მოადგილე ზურაბ ჩხაიძე. ამ სტატიის დასრულებამდე იყო კახა ბაკურაძე და რჩება უამრავი ხელმძღვანელი რაიონის დონეებზე, როგორც ჩვენთვის ცნობილი და ამ დონეზეც კი ხდება ჩარევები თვით უზენაესი ოჯახიდან. ამბობენ, რომ ვაკის საბურთალოს უფროსის ბაღათურიას ბედის სულაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მან მოახერხა ისევე როგორც ძალიან ბევრმა საქართველოში მივიდა ნანული შევარდნაძემდე, მიიღო ინდულგენცია და დარჩა თავის ადგილზე. საერთოდ საოცარია, რამდენი ადამიანი აღმოჩნდა ნანული საგარეიშვილის ნათესავი ამ ქვეყანაზე, ალბათ ამდენი ნათესავი მსოფლიოში არავის ყავს. ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთა გამო შეიძლება ითქვას, კორბან არჩევაშვილი საკმაოდ სუსტია. იგივე პოლიციის დაბალ დონეზე არის ძალიან დიდი გაღიზიანება მის მიმართ. აღარაფერს ვამბობთ პოლიციის საშუალო დონეზე, სადაც ყველაზე მეტად თარგამაძის ჯგუფის წარმომადგენლები და სწორედ ეს საშუალო დონე მუშაობს დაბალზე. მესიჯი მარტივია, მართალია თარგამაძის ფული მიჰქონდა, მაგრამ ის ჩვენგან პრესისგან, დაპატიმრებისგან და სამუშაო და განთავისუფლებასგან გვიცავდა. აი ნარჩევაშვილი კი არც ფულს გვაძლევს და თან პრესას აძლევს ჩვენზე მონაცემებს. ამაზე
თამაშობს თარგამაზე და ამ საკითხის პედალირებით იწვევს ძალიან დიდ გაღიზიანებას. ოპერატიული ნაწილისაგან ეს გაღიზიანება თავისთავადია. ის უკვე დათესილია და ამ ნიადაგზე საკმაოდ დიდი ნაყოფიცაა ამოსული. ნარჩემაშვილისთვის ერთ-ერთი საშუალებაა ადგილის შენარჩუნებისათვის, მით უმეტეს მას მერე, რაც აღარ არის საჯაია. მისი აქტიურობაა. მან უნდა შეძლოს და რაღაცნაირად ჩამოიცილოს თარგამაძის ხალხი. თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ნარჩემაშვილმა კვილებით გამოაჩინა და თუ არ ცდებით, მესამე მცდელობით შეძლო თბილისის სამმართველოს უფროსის თარგამაძის ერთ-ერთი ფავორიტის კახა ბაკურაძის განთავისუფლება. ეს ძალზე სერიოზული განაცხადია, რადგან აქამდე პრაქტიკულად ვერც ერთმა მინისტრმა ვერ შეძლო, რომ ეს ორი სტრუქტურა, სამინისტრო და ქალაქის სამმართველო ერთდროულად დაემორჩილებინა, ხოლო თარგამაძე ბოლო ეტაპზე სოსუალავიცის ჩამოცილების შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე თვე იყო ასეთ მდგომარეობაში. ერთი სიტყვით საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად ნარჩემაშვილის სამინისტროს გაწმენდაღა დარჩა. რაც ახლა უნდა გაუადვილდეს. საერთოდ საჯაიას წასვლის შემდეგ მისი გუნდი საკმაოდ დეზორიენტირებულია, თანაც დაბნეული და საგრძნობლად დასუსტებულიც. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საკვანძო პოსტი უჭირავს, აქ ალბათ უნდა გამოიკვეთოს ახალი ლიდერი, რაზეც ჩვენი აზრით პრეტენზია პირველ რიგში ლადო ჭანტურიას ექნება, მაგრამ პრეტენზია ექნება სულ აგრეთვე სულხან პაპაშვილს, რომელიც თარგამაძესთან დაპირისპირებულ ძალად რჩება. სწორედ მას უნდა და ყველაზე მეტად ამ უკანასკნელის პოსტის დაკავება სანდო ინფორმაციით საჯაიასაც თავდაპირველად უფრო მეტად პაპაშვილისათვის უნდა და ეს პოსტი, თუმცა საქალაქო საზოგადოებისთვის კოპა ნარჩემაშვილი ბევრად უფრო მისაღები კანდიდატურა იყო, რადგან პაპაშვილი ნაკლებად კონტროლირებადი ადამიანია, უფრო ამბიციური და უფრო გაუწონასწორებელი. შესაძლო იყო მასაც მთლიანად თარგამაძის მსგავსი არა, მაგრამ რაღაც მიახლოებული ამბიციები გაშენოდა. ბიძაშვილ მამიდაშვილური მესამე ძალა, რომელიც ამჟამად სათავეშია ჯორბენაძის გუნდია, თუმცა ძნელია წარმოიდგინოს ჯორბენაძის გუნდი საეჭვოა, ჯორბენაძის რამეს გააზრებული მართვა შეეძლოს. ამის მაგალითი ძალიან ბევრია. ის იმპულსურად და გაუაზრებლად ცდილობს პოზიციების დაუფლებას, თანაც ძალიან უხეშად და მოუქნელად. შეუძლებელია ეს დიდხანს გაგრძელდეს. საუკეთესო მაგალითად გამოდგება ისიც, თუ რა დღეში ჩავარდა ჯანდაცვის სისტემა ჯორბენაძის ხელში, შეიძლება ითქვას, იქ სრული კატასტროფაა. ჯორბენაძის სახელმწიფო მინისტრად გადაყვანის განსაცვლელი ფაქტორი იყო ნანულის საგარეიშვილ შევარდნაძისა. ცნობილია, რომ ნანულის ჯორბენაძე განსაკუთრებით უყვარდა. ეს დაკავშირებული იყო ისევ მის მკურნალობებთან საზღვარგარეთ და საქართველოში, რის უზრუნველყოფასაც აკეთებდა ავტო ჯორბენაძე. ერთ-ერთი ინფორმაციის სახელმწიფო მინისტრი რაც გახდომის სანაცვლოდ ჯორბენაძის ხარკი იმითაც გამოიხატება, რომ მან დღეში 2 საათი ნანულისთან საუბარში უნდა გაატაროს. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ის სრულად ემორჩილება ნანულის პირდაპირ დავალებებს. ანუ პირდაპირ გზა ნანული შევარდნაძიდან ჯორბენაძეზე გადის. ავტო ჯორბენაძის განხილვა მენაღარაშვილის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ისინი არიან ბიძაშვილ მამიდაშვილები. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, სადაც გაივლიდა მენაღარაშვილი იმ პოსტ შემდეგ უტოვებდა ავთანდილ ჯორბენაძეს. იცის აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი რღვევა ჯანდაცვის სისტემისა დაწყებულია სწორედ უმციკლო რეპუტაციის მქონე ირაკლი მენაღარაშვილის მინისტრობისას. ბრჭყალებში ერასაკვლია უმციკლო გვინდა გამოხატოთ ჩვენი გაოგნება იმ აღშფოთებული სახის გამო, რაც მენაღარაშვილს თავის დროზე სააკაშვილის გახსნების შემდეგ მიიღო მთავრობის ხდომაზე, სადაც მთლიანად გამორიცხა თავის თავი. აი ამ ჟესტიდან, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმებოდით ჩვენი აზრით, ის მთლიანად ითვლებოდა იმ ჟესტში. მენაღარაშვილი თანდაწყის მინისტრობიდან დაწყებული ფულის კეთების სისტემის ყოლა მის ადგილზე აწყობდა. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი 9 აპრილის შემდეგ ენდო მისი სახის შეწუხებულ გამომეტყველებას და ამის გამო გადაწყვიტა, რომ ეს კაცი არის უმციკლო და ხალხის მიმართ მზრუნველი. მენაღარაშვილის კანდიდატურა შევარდნაძის მემკვიდრედ ყოველთვის განიხილებოდა და დღესაც საკმაოდ ინტენსიურად განიხილება, თუმცა ჩვენ აქაც ეჭვი ვეპარება, რომ ცალმხრივად ჩამოყალიბდეს შევარდნაძე. მენაღარაშვილი ის ვერ დაინახავს თავისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას. მენაღარაშვილი საკმაოდ უსახური ფიგურაა, დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად არ არსებული სტრუქტურა და იქ მინისტრობა არაფერს ნიშნავს. სწორედ იმიტომაცაა მენაღარაშვილი ამდენი ხანი ასეთი რეპუტაციით, რომ ის ისეთ პოსტზე არავის ეხება და არც აწუხებს. თუ ის გადაინაცვლებს
მაღალ პოსტზე საკმაოდ დაუცველი იქნება კონკურენტებისაგან ახაც გაუჭირდება შევარდნაძის გადაწყვეტილების მიღება თუ გავითვალისწინებთ რომ ნანული შევარდნაძის სიმპათიები აშკარად ართო ჯორბენაძისკენაა ჯორბენაძეზე როგორც მემკვიდრეზე საუბარი სასაცილოც კია მას არანაირი შანსი არ აქვს ამ პოსტის დაკავებისა თუმცა ნანული საკითხს როგორც ჩანს საკმაოდ მკვეთრად დასვამს რამდენადაც ვიცით რომ იგივე სახელმწიფო მინისტრის არჩევისას შევარდნაძის სიმპათიები იყო ბადი ხატიძის მიმართ მერე გადაძალა მისი მეუღლის სიმპათიებმა და ამ პოსტზე ჯორბენაძე დაინიშნა ბადი ხატიძე არის შევარდნაძის კიდევ ერთი დასაყრდენი დარჩენილ მცირეთაგან მას აქვს გარკვეული ბერკეტები რეგიონალური მართვის სადავების სახით ჯერ კიდევ აქვს საშუალება დანიშნოს თავისი ხალხი თუმცა ადგილობრივი არჩევნები თუ ჩატარდა ხატიძე ამ ბერკეტებს უმნიშვნელოვანწილად დაემშვიდობება ის აღარ იქნება რეალური დასაყრდენი ჩამოთვლილთა გარდა შევარდნაძის ფართო ოჯახში აუცილებლად უნდა შევიყვანოთ ორი ადამიანი ერთი უკვე ვახსენეთ კაკო ჩხაიძე რომელსაც ვიწრო წრეში ასევე არაერთხელ განუცხადებია თუმცა ამას დღეს უარყოფს რომ იგი ნანული ცაგარიშვილ შევარდნაძე ცოცხალია მას ვერაფერი დაემუქრება და ასევე ბორის სარალიძე საგზაო ფონდის თავმჯდომარე ეს არის ორი წამყვანი სტრუქტურა და ორი წამყვანი ფიგურა შევარდნაძისა და სარეზერვო ფონდების შევსების მიმართულებით ამიტომ არის ეს ხალხი ამდენი ხანი ხელშეუხებელი ამ ორი სტრუქტურიდან მიდის იმ ფონდებში თანხები რომლებიც გამოიყენება იგივე სახელმწიფოებრივი დონის არალეგალურ ოპერაციებში ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი ოპერაციების შავი დაფინანსება ამ ორ სტრუქტურაში აკუმულირებული ფული ხმარდება აგრეთვე ვიწრო ოჯახის კერძო ინტერესებს ფის დაფინანსებას ეს არის ხელშეუხებელი ფული და აქედან გამომდინარე ამ სტრუქტურების ხელმძღვანელები არიან ხელშეუხებელი ფიგურები ამ წრეში უნდა შევიყვანოთ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი მეოთხე სამმართველო ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძეც ის მართალია მწვერვალებს არ ეთამაშება თუმცა თავისთვის საკმაოდ კომფორტულად და მყუდროდაა მოწყობილი რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ ანტიკორუფციული საბჭოსადმი გამოგზავნილ წერილში სადაც საოცარი ფრაზა დაწერა ზოგიერთი პრივილეგიების გაუქმება სახელმწიფო მოხელეებისათვის ნაადრევად მიმაჩნია ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით ფართო ოჯახს უნდა მივაკუთვნოთ საქტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაზა შენგელია რომელიც თავის მხრივ ცდილობს ბოლომდე არ დაკარგოს საკუთარი სახე და საკუთარი ბიზნესის პერსპექტივა მაინც დაიტოვოს მაგრამ მეორე მხრივ მთლიანადაა დამოკიდებული ნანული შევარდნაძის საგარეიშვილის კაპრიზებზე ეს გამოიხატება ნანული შევარდნაძის განუწყვეტელი რეკვებში ტელევიზიაში რაც მან თავის ეპოქალურ ტელეინტერვიუში დაადასტურა შეიძლება ითქვას პირველ არხს მთლიანად პირდაპირ ნანული შევარდნაძე აკონტროლებს ალბათ ზაზა შენგელიას მეუღლეობიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე ქალბატონი სესილი გოგი ბერძეც ამ ფართო ოჯახში შედის ნიანგებზე მონადირე რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო დასაყრდენებს ჩვენ ნახეთ რომ პრაქტიკულად ორი ძირითადი დასაყრდენი გაუჩნდა შევარდნაძის ფრაქცია თანადგომა და მამალაძის ფრაქცია თავისთავად მისი დასაყრდენი ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გაცილებით მეტია ეს არის ოპოზიციის პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა აჭარის ბლოკი იქნება რჩეულიშვილის პარტია თუ სხვა მაგრამ პირდაპირ დასაყრდენი ორია თანადგომას რაც შეეხება მას ყოველგვარი სინდისის კენჭნის გარეშე უწოდებთ შევარდნაძის სისტემის ფრაქციას როგორც ზიგადისტები იყვნენ თავის დროზე აქ შევარდნაძისტები გაერთიანდნენ უფრო საშიში და უფრო ძლიერი მამალაძის ჯგუფი რომელიც პრინციპში შეიძლება ვთქვათ დემოკრატიული ძალების ყველაზე გამოკვეთილ მტრად იქცა ამ ბოლო დღეების მანძილზე ალბათ საზოგადოება აღშფოთებული დარჩებოდა მამალაძის უტიფრობით რომელიც თავის უფლებას აძლევს ილაპარაკოს ვიღაცების კორუმპირებულობაზე ამას აკეთებს კაცი რომელიც საქართველოში წარმოადგენს კორუფციის სახეს არის იმ ხარის გუბერნატორი რომელშიც აკუმულირებულია ყველაზე მეტი ობიექტი რომლიდანაც ხდება ფულის გამოდნობა სანათესაოს მონაწილეობით თუ პირდაპირ ძალისმიერი ზეწოლით ის მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა ობიექტის ბიზნესში გარდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატისა სადაც არ შეუშვეს კონკურენტებმა ეს არის აზოტის ქარხანა ეს არის ქიმბოჭკო მადნეული რუსთავ ცემენტი და სხვა თითქმის ყველაფერი რაც ქვემო ქართლში აშკარად ჩანს კორუმპირებული ბიზნეს მონაწილეობა მისადმი დაქვემდებარებულ რეგიონში არსებულ საწარმოებში მას არაერთხელ მოუხდენია ზეწოლა რუსთავის თუ სხვა სასამართლოზე
გაუწევია პირდაპირ ლობირება მთავრობის ხდომაზე საკუთარი ინტერესების დაფარვასაც ვერ ახერხებდა აზოტის საკითხების განხილვასაც კომისიაში, სადაც არ იყო შეყვანილი მონაწილეობდა თავად ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იქ არაფერი ესაქმებოდა. მისი ნათესავები უამრავ ბიზნესში არიან ჩართული. ეს არის მამალაძის მოღვაწეობის ერთი ნაწილი, მცირედი ნაწილი, მეორე კი ანტიდემოკრატიულობის მიმართულება პრაქტიკულად, როდესაც მას ფაშას ეძახიან, ეს სინამდვილე შეეფერება, ის თავის რეგიონში აბსოლუტურად ერთმართველია. შეიძლება ითქვას, ასლან აბაშიძის არავითრით არ ჩამორჩება, ერთია რომ ბლოკპოსტები არ უდგას რეგიონის შესასვლელში, დემოკრატიულობის ხარისხი ქვემო ქართლში იგივე აბჭყალებში, რაც აჭარაში, მან ისიც კი იკადა, რომ კონკურენტთა ეთნიკური წარმომავლობის გამოძიება ითხოვა და ეს ადამიანი შევარდნაძის წარმომადგენელია ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონში, მაგრამ მას ჯერჯერობით ესეც შერჩება, რადგან ბოლოს დროს გამოკვეთილად იქცა შევარდნაძის აზრის გამოხატულების ფლაგმანად. ამას პირველ რიგში განაპირობებს შევარდნაძის მხრიდან კადრების დეფიციტი. დარწმუნებული ვართ, რომ შევარდნაძესაც ესმის თუ რამდენად სარისკოა მამალაძეზე დაყრდნობა, რადგან მამალაძის საქმიანობას ის ამოტრიალება შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამდენად აბსოლუტურად ცალსახაა, რომ შევარდნაძის დასაყრდენები აღარ დარჩა. ამაზე იმუშავა თითქმის ყველამ, განსაკუთრებით ასლან აბაშიძემ, კახა თარგამაძემ და პირველ რიგში იმუშავა თავად შევარდნაძემ თავისი დაბალანსებებით. საბოლოოდ ბალანსი მაინც ერღვევა, მუდმივად არ აღმოჩნდა მისი შესაძლებლობები ამ ბალანსირების პოლიტიკისა. პირველივე რღვევამ გამოიწვია გარკვეული ტალღისებური ეფექტი, მას ჯერ მეორე კაცი ჩამოსცილდა ანტონიანის სახით, შემდეგ შემოეცალა ძალოვანი სტრუქტურები, შემდეგ რიგრიგობით და მოყოლებით გამოეცალა უკვე კანცელარიის კადრები, ჯერ საჯაიან, შემდეგ თემურ ბასილია, რომელიც ოჯახურ წრეში ნამდვილად შედიოდა, იგივე ახვლედიანებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა რაიფაიზენ ბანკის კრედიტის ლობირებაში, მის უპირობო გაცემასა და სხვა საკითხებში. ბასილია ასეთ საქმეებში ხშირად არის შემჩნეული და მას აშკარად ჰქონდა ამ ხალხთან ახლო ურთიერთობები, თუმცა შემდგომში დაკარგა ეს პატივი, ახვლედიანებს საერთოდ შევიათ ასეთი მოქმედებები, რასაც გადაგდება ჰქვია. საფიქრებელია, რომ ბასილიას წინააღმდეგ გამოსვლა მაინც ჯორბენაძისაგან იყო, ანუ თვით ქალბატონი ნანულისაგან. ეს ალბათ აგრობანკის თემასაც უკავშირდება. აგრობანკი კი მიდის გურამ გელაძესთან. 2 წელი, რომელიც საქართველოზე მეტია. პრაქტიკულად უკვე შეიძლება ითქვას, რომ სადამდე დავიდა შევარდნაძის დასაყრდენების რიცხვი, ეს არის ავთო ჯორბენაძე, ბადი ხატიძე, რომელიც გავლენით დარწმუნებულია, შეიძლება ითქვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აბსოლუტურად განეიტრალდება და მამალაძე, რომელიც მართალია ახალ ძლიერია, მაგრამ პერსპექტივაში დამარცხებადია ასევე თანადგომა, რომელიც პრინციპში არც არაფერია. სწორედ ახლა არის ყველაზე კრიზისული პერიოდი, როდესაც ოჯახს ექმნება ყველაზე სერიოზული პრობლემა მემკვიდრის არჩევის საქმეში. აქ მაინც სერიოზულად იბრძოლებს ნანული შევარდნაძე ავთო ჯორბენაძის მიმართულებით და თუ ეს პოზიცია გაიმარჯვებს, კიდეც უკეთესი, ვინაიდან ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ამ ხალხის ბოლო იმედი არის ამერიკის საქართველოში შემოსვლა. ფიქრობენ, რომ ეს განაპირობებს მეტ მხარდაჭერას შევარდნაძისადმი და მოჰყავთ ანალოგები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, სადაც ასეთი შესვლა განხორციელდა უფრო ხშირად უზბეკეთის სინამდვილეში უზბეკეთში სხვა ძალა გარდა პრეზიდენტისა, რომელიც შეიძლება დაყრდნობოდნენ ამერიკელები, არ არსებობდა და ბუნებრივია იქ შეირჩა სტრატეგიული პრიორიტეტი. ანუ მიეცა მხარდაჭერა პრეზიდენტს, ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის. შევარდნაძე ბოლო წლებში ცდილობდა მოეღობა თავისი ძალაუფლება, ყოფილიყო მშვიდად და კომფორტულად. დღეს ეს მას არ გამოცდის და მუდმივად უწევს პასუხისმგებლობა და საუბარი რაღაც თემებზე, რომელიც მას აშკარად დისკომფორტს უქმნის. ის უკვე ასაკშია და ამდენად დასვენება უნდა უნდოდეს, მაგრამ ეს ოჯახს არ უნდა, არც მას სურს გარანტიების გარეშე წასვლა. შემცველის დასახელება კი მისი შინაგანი სამყაროსათვის მიუღებელია, ამიტომაც იმეორებს ის მუდმივად ერთსა და იმავე ნაბიჯებს მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე შეხვედები ინტელიგენციასთან, ბიზნესმენებთან, რომელთა შორის ვხედავთ ისევ ახვლედიანებს, ჯოხთა ბერძებს, ლეკიშვილებს, ხარტიშვილებს, პატარკაციშვილებს, სადაც იგულისხმება იგივე კახა თარგამაძეს და აქედან შევარდნაძე რეალურად არც ერთს აღარ ენდობა და ამიტომ ისევ იმ უპერსპექტივო
დევის აბრუნებს, რომელიც მისთვის წამგებიანია. არა და უმჯობესია შევარდნაძემ ორივე უფრო ვიწრო და ფართო ოჯახთან ერთად თავისი საკონსტიტუციო ვადის ბოლომდე ჩამთავრებამდე იფიქროს და არ აყოს ზუნებას და არ დაეკნოს ამას წინანდელ თავყრილობაზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხალხს მხოლოდ ერთი ტერორი შეუძლიათ შესთავაზონ, თორემ ასეთი დასაყრდენი მას მმართველობის დასასრულს ერთბაშად მოუსწრაფებს. ეს გახლდათ შევარდნაძის დიდი ოჯახის აგონია, ეს არ არის სრული ინფორმაცია, ბოლომდე ამოწურული ინფორმაცია, მე ამას გულისხმობ. შევარდნაძეზე ჩვენ გვექნება საკმაოდ ისეთი ვრცელი საუბრები. მე ახლა მინდა წაგიკითხოთ შევარდნაძესთან დაახლოებული პირის, რომელმაც დიდი ენერგია დახარჯა ამავდროულად ბევრი იშრომა ბრჭყალებში, რუსეთიდან დაფინანსებაც მიიღო და იარაღიც მიიღო. დაამხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება, ეს გახლავთ კიტოვანი და მოვუსმინოთ აბა კიტოვანი რას გვეუბნება ეხლა ჩვენ. ვაცავად გაცავად კიტოვანი შევარდნაძეს ეგონა რომ დაუჩუქებდი და სამსახურს მოვთხოვდი. ასე არ მოვიქეცი და იძულებული გავხდი წავსულიყავი და ისეთი რამ მეწარმოებინა, რითაც ოჯახს ვარჩენდი. ჯერ ვუყურებ ამ ხელისუფლებას როგორ იმოქმედებს, რასაც ვხედავ. თუ მეორე, თუ საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალები არ გავნენ, ყველაფერზე ლაპარაკი ზედმეტია. რუსეთის სამშვიდობო ძალები ამათ შემოგვიყვანეს და ეხლა წასვლა უნდათ რუსეთის სამშვიდობო ძალები და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რო არ ყოფილიყო, შევარდნაძეს არ იღისებოდა საერთოდ საქართველოს დანახვა. და ეხლა აღარ უნდათ. სხვათა შორის და ეხლა რუსეთს რო არის თავშეფარებული, ეს იცის რუსეთის ხელისუფლება? მე გამოვთი ჩემი აზრი, რომ შეწყდეს მოლაპარაკებები სეპარატისტულ ხელისუფლებებთან. წაუყენოთ მათ ულტიმატუმი, რომ სამშვიდობო ძალებმა დატოვა სამოშალო და აფხაზეთის ტერიტორია, თუ ერთი თვის შემდეგ ერთი სამხედრო შეიარაღებული პირიც კი იქნება ამ ტერიტორიაზე, ეს იქნება აგრესია საქართველოს მიმართ და საომარ მოქმედებებში უნდა იქნეს მოყვანილი ქართული ჯარი. შევარდნაძემ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ქართული ჯარი განაიარაღა და ქართულ ხალხს წაართვა იმის უფლება, რომ დარჩენილიყო სოჭში. მე იმიტომ მომაშორა იქაურობას, რომ იცოდა არ დავნებდებოდი. 3 სექტემბერს მე მივატოვე შევარდნაძე, რადგან მოვისმინე, რომ ელცინმა უთხრა, აბა ამბროსოვიჩ, როგორც მოვილაპარაკეთ, შევქმნათ აფხაზეთის ფედერაციაო. შემდეგი კვირაიამ თავისი მოვალეობა შეასრულა, გამსახურდია მოკლა. მე ვიცი ვინ მოკლა, საჯაია. ამის თქმის დრომალე დადგება, ისიც ცნობილი იარაღით მოკლეს. საჯაიას ისეთმა ადამიანმა ესროლა, ვინც მასთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო. შემდეგ შევარდნაძემ ჯაბას ბიჭებს მოკლევინა ჭანტურია, მოკლევინა იმის გამო, რომ ყვირალა პოლიტიკოსი იყო. აი ეხლა ასე საუბრობს ამხანაგი კიტოვანი. აბა ნახოთ უკვე მე მოგახსენეთ იმაზე, რომ ავთანდილ მარგიანი რამდენ თამაშს თამაშობს და საერთოდ როგორ უნდა დაიმკვიდოს მან ის პოზიცია, რომ მისაღები იყოს ხალხისთვის და ხალხმა იგი მას ძიმე განაჩენი არ გამოუტანოს, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის, როგორ დააბრძანდება შევარდნაძესთან, თან პარალელურად აგინებს, როგორც ჩანს, ეს მათ შორის ურთიერთშეთანხმების შედეგია, როგორც იყო ეს ჭანტურიასა და შევარდნაძეს შორის, რომლებაც მოილაპარაკეს და ჭანტურია ამაზრს ავითარებდა, კერძოდ შეწყდეს გამსახურდია შევარდნაძის ალიანსი. არსებობდა კი ეს ალიანსი, სწორედ ამის გამო იქნა გასტუმრებული იქ ჭანტურია მას რა დავალებაც ჰქონდა ასრულებდა, მაგრამ იგი როდის წამოაყრიდა თავს შევარდნაძეს და მის გარემოცვას არავინ არ უწყოდა და სარიშვილი შედარებით უფრო გონივრულად ჭალებში იქცევა, მან იცის, რომ შევარდნაძე დაუნდობელია და ის ძალები, რომელიც შევარდნაძემ დაგვიტოვა დღეს. გაცავად.
ავთანდილ მარგიანი. რატომ ემუქრებოდა შევარდნაძე ავთანდილ მარგიანს? მარნეულის წისულ კომბინატში უნდა დაგფქვაო. საზოგადოებრივ პოლიტიკური ეს გახლავთ ის გაზეთი ალია. საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი საქართველოს ხელმძღვანელი ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთო მარგიანი. ეს მოხდა 1994 წელს. ქვეყანაში პურის ფქვილის მარაგი სრულიად ამოიწურა და 10 ნოემბერს დილით რომ არ შემოსულიყო ხორბალი დაღუპულები ვიყავით. შევარდნაძემ შემოგვითვალა, როგორც გინდათ ისე იშოვეთ პურიო. 7 ნოემბერს ოდესაში ხორბლის საშოვნელად წავედი. გავლენიანი ხალხი ჩავრიეს საქმეში. უკრაინელები და იქ მყოფი სვანები, ძირითადად სპორტსმენები და კუჩმამ 1.25 ტონიანი გემი დაგვიტვირთა. ეს გემი სარემონტოდ იდგა ილიჩოვსკში და მოვახსნევინე რადგან სხვა საშუალება არ იყო. გემს თურმე ნავიგაციისათვის საჭირო აპარატურა არ ჰქონდა და გზაში კინაღამ რაღაცას შევეჯახეთ. საქართველოში რომ ჩამოვედით, გადარჩენისა დავლიეთ, ამასთან მარნეულის წისქვილ კომბინატში დაფქვასაც გადაურჩით. ასეთი იყო ეს ისტორია. და შემდეგი გახლავთ ეს გახლავთ გაზეთი საქართველოს სამრეკლო. ბოროდინოსთან არსებობს სოფელი სახელად შევარდინო. ერთხელ რუსეთის ცენტრალური ტელევიზია ბელორუსიის შესახებ გადმოსცემდა უცებ გაქრთა გვარი შევარდინოვი, რომელმაც წამიერი დაინტერესება გამოიწვია და მიმავიცდა. ეს იყო რამოდენიმე წლის წინათ ხსენებული გვარი, კვლავ გამახსენა საბჭოთა კავშირის ისტორიის სასკოლო ვარიანტის წაკითხვამ, სადაც ბოროდინოს ბრძოლის აღწერისას წავიკითხე შემდეგი. რუსეთის არმია შეჩერდა მოსკოვიდან 100 კილომეტრზე სოფელ ბოროდინოსთან. მოსკოვის მახლობელ კუტუზოვმა გადაწყვიტა სწორედ იქ გაემართა დიდი ბრძოლა. რუსეთის არმიის განლაგება ასეთი იყო: შორს წინა ხაზზე მარცხენა ფლანგზე წამოწეული იყო ეგრეთ წოდებული შევარდინოს რულეტი, საველეს სიმაგრე სოფელი შევარდინოსთან. 24 აგვისტოს საფრანგეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს მოწინავე შევარდინოს რედუტი საველეს სიმაგრეს სანგარს ნიშნავს. დღევანდელ საქართველებს ალბათ დაინტერესებს სიტყვა შევარდინო, საქართველოდანაა ჩამოტანილი ბელორუსიაში და ბოროდინოს მიდამოებში თუ სლავური წარმოშობის ქვეყნებიდანაა ჩვენთან ჩამოთესლებული. მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში რამოდენიმე ათეული რუსული გვარია, რომელთა პატრონები ქართველებზე ძლიერად ქართველობენ. ისიც აუცილებელია უნდა ვიცოდეთ, რომ იმ ფრინვალს, რომელიც მტაცებლობითაა სახელგანთქმული ქართულად შავარდენი ქვია და არა შევარდენი, ხოლო სიტყვა შევა ნიშნავს შევა გარედან შიგნით, შევარდება ნიშნავს სწრაფად ერთბაშად შეჭრას. საერთოდ შევარდნა უფრო სკვითური ტომებისათვის იყო დამახასიათებელი. შევარდნა უდავნიშნავს რაიმეზე თავდასხმას, თანაც ბინაში, ოთახში, ქვეყანაში, კუთხეში, უბანში შეჭრა თავდასხმის გამოხატავს. შემომვარდნელი არასოდეს გახლავთ მოყვებისათვის მოსული, იგი მარადჟამს არასასურველი სტუმარია. რუსეთის იმპერია მართლაც შევარდნაძეა მუდამ. იგი შევარდა კავკასიაში, ევროპაში, ციმბირში, შუა აზიაში, ავღანეთში, ფინეთში. ის, ვინც შევარდნას ახორციელებს, არის დამუღებელი, მომსპობი, მტერი, არასასურველი. დღეს საქართველოში შემოვარდნილი სკვითი გახლავთ ჩვენი ქვეყნის უპირველესი დამრბები, გამჩანაგებელი, დამქუცმაცებელი და დამღუპელი. დღეს რუსეთის იმპერია და მისი ღვიძლი შვილები ნათესავნი, გვარტომნი ბილწავენ და შლიან ქართულ სახელმწიფოებს. ქართველმა დროა თვალი გაახილოს, თორემ უკვე ქუჩაში მოხდა შემთხვევა, მათხოვრმა იერიში მიიტანა დედაკაცზე, ვინც დღევანდელ საქართველოში შემოვარდნილი საქართველოს ამონგდები დასწევლა. საინტერესოა მათხოვრის უცებ გავაშკაცება, წამოხტომა, კოწილ ფეხზე უცებ საღად გავლა, უსინათლო თვალების მწაფლი ახელა და მიხსუსტებული ხმის დაბოხება. შევარდნაძეს თავი გაანებეთ, ის რომ არ იყოს შიმშილით ამოწდებოდითო. ჩვენთვის ამაზე დიდი უბედურება, ალბათ აღარც არაფერია შემოვარდნილი. აი ასია ჩვენი საქართველოს ბედი. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს გადაცემას ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ შესულები. მე ამჯერად გემშვიდობებით და მომავალ სულ მომკლე ხანში გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. წინასწარ გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს
და შევეცდებით რომ ამ დღისთვის ჩვენ გადაცემა ჩავთათ თქვენთვის. მადლობთ ყურადღებისათვის, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.